მოგესალმებით მეგობრებო, TEPSTOK-ი თქვენს წინაშეა, სტუმრად ყავს დღეს მათე მაყაშვილი, სასწავლის ძიებაში არის ესეთი პროექტი, გადაცემის ავტორი, იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი. სულის ჩამდგმელი მომწონს ეგ სიტყვა. მე მგონი ეგრე ჯობია. გადაცემის სულის ჩამდგმელი მათე მაყაშვილი. სულის ჩადგმა ზოგადად რაღაც კეთების დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პროექტს ეთყობა ხოლმე, რომ სული არის თუ რა ჩადგმული და მეც დამოღამებული მაქვს, რომ აი სულს ვუდებ, მე კმაყოფილი ვარ და ის აღარ მაინტერესებს უკვე რამდენი აქ ნახვა რეიტინგი, ან მე თუ ვარ კმაყოფილი, უკვე ეგ კარგია. დღეს ჩვენ ვიცით უკვე რაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ მე მაყურებელს მინდა უთხრა რაზე ვისაუბრებთ, რა რეალურად ჩვენ ვისაუბრებთ, სულიერებას და კვებაზე ერთად რა. ო ყველაზე დიდი ტანდემი იქნება ჩემი აზრით მაგით, ხო? და უფრო საინტერესო გაშლებით. მნიშვნელოვანი არის რა. კვება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ზოგადად სულიერ ცხოვრებაში. აი მაგას კითხავ და მე ჩავშალოთ უფრო სიღრმეებში წავიდეთ. მოკლედ ეხლა დავიწყებ ჩვენ ეს სტანდარტული ის ყავს სტუმრის გადაცემაში რაც დატოვა კითხვა იმას დაგისვამ. რომელიც მე შეუნა დატოვა უკვე გადაცემის ბოლოს, ოკეი? ესე იგი კითხვა ქონდა რა სიტუაციებში მიირთმევ ყველაზე ხშირად ღვინოსო. წინა მაინც მეღვინე სომელია იყო, ექსპერტი და ასე შემდეგ და მაინც ღვინოზე დატოვა. იშვიათად თუ არის კარგი ხარისხის და გასინჯვა მინდა და აი გემოთი თუ მინდა кайფი ასე ვთქვათ რა ესე რომ იშლება აქ და ესე რომ მიდის სხეულში და თვალებს რომ დაგახუჭინოს ცოტა რომ ესე უკან გადაგაწევინებს აი ეგეთ მომენტებში მეყვარს ხოლმე ცოტა მოძრუბვა ანუ რამე კონკრეტული ღირებულება არ აქვს რაღაც ხო ეს რაღაც ავედი შეიძლება ვახშამი იყოს სადაც შეიძლება უბრალოდ აი ძალიან კარგი ხარისხის უნდა იყოს რომ აი ეს ნეტარება განვიცადო რა, სულიერი ნეტარება განვიცადო. უკვე კარგად დაიწყო. აი ხორციელი თრობა ღვინით უკვე დიდი ხანია ჩემს ცხოვრებაში აღარ არსებობს ხო რა. აი ორი ასპექტი აქვს რა ღვინის დალევას, ერთი აქვს როცა ეს სულიერი, როცა აი რაღაც ცოტა სულიერ ასპექტში შედიხარ ამ სცენარის და მეორე ეგეთი ცოტა ხორციელი როცა უნებითი მოპყრობაა რა. აი ეს კარგია. ხო და ეხლა გადავიდეთ მოდი მთავარ ამბავზე რა. სადაც იწყება ჩვენი გადაცემის მთავარი რა თქვა მაგას არ ვიცი ღირებულებითი კითხვები სულიერებაზე. მოკლედ სულიერების გზაზე კვების მნიშვნელობებზე რო ვილაპარაკოთ რა. აი მთავარი მნიშვნელობები რომ მითხრა და თუ არსებობს რამე სუფთა და დაბინძურებული საკვები რომელიც ამბინძურებს მაგალითად აი ამ სულის რაღაცა. ხო, კაი. გაწმენდის გზას. რაღაც მხრივ მნიშვნელოვანია რა ეს თემა რა. იმიტომ რომ არ არსებობს ახლა რომელიმე რელიგია სადაც არ იყოს ან მარხვა ან რაღაცა შეზღუდვა საკვებთან დაკავშირებით რა. ყველა რელიგიაში არის აბსოლუტურად რაც მე ვიცი. ქრისტიანობაში ვიცით მარხვა, იოგაში არის რაღაცა სპეციალური სია რა მოსულა რა არ მოსულა, ნუ აქეთ რამადანი და მთელი ამბავი და ნუ ფაქტია რომ ეს არის დაკავშირებული რაღაცნაირად სულიერ გამოცდილებასთან. ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია ვილაპარაკო მარტო მეტი არაფერი, იმიტომ რომ რაღაცა ექსპერიმენტებს ვატარებდი, რაღაც შიმშილობებს ვატარებდი, ხან ვეგანი ვიყავი, ხან უმკვებაზე ვიყავი, ხან ყველაფრის მჭამელი ვიყავი, ხან არაფრის მჭამელი და მოკლედ ერთადერთი რაც შემიძლია ის თქვა, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აი აქ როგორ ხარ, აი ამასთან, აი ეს კავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და სულიერებას როცა ვიძახით, ხო, სულიერება, აი ზოგადად ესეთი განყენებული რაღაცა თუ არსებობს, კიდე ცოტა რთული სათქმელი, იმიტომ რომ რაღაცა სული და ხორცი მაინც ერთი არის. კი არის ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც ერთი არის რა და ანუ აი ერთი მაგას მივხვდი, რომ ჩემი მუცელი როგორ მდგომარეობაში არის, ისეთ მდგომარეობაში არის ჩემი თავიც რა. და ჩემ თავსა და მუცელს შორის თუ არსებობს ენერგეტიკული კავშირი და მე თუ შემიძლია კონცენტრაცია ერთდროულად მეჭიროს ერთი კონცენტრაცია თავში და მეორე ყურადღება აქვს, მთელ სხეულში ენერგია კარგად ნაწილდება და ასე ვთქვათ, უფრო მიადვილდება სულთან კავშირი, უფრო მიადვილდება ცნობიერებასთან კავშირი რა. სული რაღაცა მეტაფიზიკური ტიპი რო არ გვეგონოს, აი მოდი ცნობიერება დავარქვათ რა, იმიტომ რომ მაგ მდგომარეობას ვიცით ხოლმე დღის განმავლობაში ჩვენ ყველანი რა. და აი რა საკვებიც მე მეხმარება ამ კავშირის აღდგენაში. აი მაგ ეგ საკვები უნდა დავაპრიორიტეტო, ასე ვთქვათ რა. იოგაში არის მაგალითად სამი ტიპის საკვებია რა. ერთი ტიპი არის ეხლა შეიძლება ძალიან შორს წავიდე. ანუ ასე ვთქვათ, მთელი სამყარო ვლინდება სამ ხარისხში.
ვედების მიხედვით ეს სამი ხარისხი გუნას ეძახიან, არის სამი ტიპის ენერგია, ასე ვთქვათ რა. არის სატვა, რაჯას და ტამასი. ტამასი არის უმეცრება, რაჯას არის ვნება, passion, სატვა არის ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ამის გადათარგმნა, უფრო სიმშვიდეა რა, უფრო რაღაც სიწმინდე არის რა. და შესაბამისად საკვებიც ამ სამი ტიპის არსებობს. არსებობს საკვები, რომელიც უმეცრებაში გაგდებს, არსებობს საკვები, რომლებიც ნებაში გაგდებს. ნებაში გაგდებს ნიშნავს იმას, რომ ცეცხლი მატულობს შენში, ენერგია მატულობს შენში, რაღაცა სურვილები მატულობს შენში და მოქმედების მეტი ის გაქვს action-ში ხარ რა. და სატვა არის, როდესაც აი ძალიან სიმშვიდე და უფრო იოლია შენთვის მედიტაცია, არსად არ გეჩქარება აქ და ახლა ხარ, მაგრამ მაგ დროს ასე თქვათ ის დრაივი შეიძლება არ გქონდეს, რომ აი რაღაც წახვიდე და მთები გადადგა და ესე და ისე რა და აი ჩემ პირად გამოცდილებაში რაც იყო, ერთი მაგ პრობლემას ვეჩეხებოდი, რომ როცა აი ძალიან სატურყვებაზე ვიყავი, აი ძალიან მედიტაციური ხდებოდი და დიდად აღარ მინდოდა რაღაცა გარეთ მონაწილეობა, ცოტა უფრო მიჭირდა მერე მუშაობა, იმიტომ რომ ეს სისტემა რაშიც ცხოვრობ ცოტა ისეთია რა, უფრო ტამასური და ისეთია რაჯასული რა. ხო და ეგ სამი ხარო ჩავშალოთ რა, აი სამი რას თქვი. მაგალითად რომელი კერძი ავიღოთ რა, რა ესადაგება მაგას. თქვათ ტამასური საკვები რაც არის, რომელიც იწვევს ლეთარგიულობას, რომელიც იწვევს ძილიანობას და რომელიც ენერგიას გართმევს. ეს არის ნეგატიური პრანის საკვები, ასე ვთქვათ. პრანა არის სასიცოცხლო ენერგია და საკვები არის ზოგი, რომელიც ამ სასიცოცხლო ენერგიას გაძლევს, ზოგი არის, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას გაძლევს და ზოგი არის ნეიტრალური. აი ეს ტამასი, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას გაძლევს და ლეთარგიული ხდები, რავი, დიდი ნაწილი მაყურებლებისა მიხვდება ეხა თუ დააკვირდება, რომელიც საჭმლის მერე გინდება დაძინება. არის ძირითადად ხორცი, ნუ აი აქ შედის იოგური. სია იგეთია რომ არის ხორცი, სოკო, ხახვი, ნიორი, ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინი, კვერცხი და თევზი. მე მგონი არაფერი არ გამომჩა. რაღა დარჩა ვიკითხოთ, მაგრამ რაღა დარჩა ვიკითხოთ, ხო? მართალია. აი შუაში რაჯასში არის ცხარე საკვები, ტკბილი. და მარცვლეული, რაღაც სახის მარცვლეულებიც შედის მანდ და აქეთ უკვე ბოსტნეული, ხილი, რძე. იმიტომ რძის საკვებს ძალიან დიდ პატივს ცემენ ინდოეთში და ძროხა წმინდა ცხოველია და საღვთო რიტუალებში გამოიყენებენ ამას. და ხო ეგ არის რა. და აქაც რაღაცა მარცვლეული შეიძლება იყოს. ეხლა საინტერესო იქნება აი მაკვებას ხო იღებ შენ ხო გიცდია როგორც თქვი რომ ამას ვცდილობდი და ვიყავი რა. ჩვენმა მაყურებელმაც რო დაიწყოს და მე მგონი კარგი იქნება რომ საკუთარ თავს დააკვირდნენ როგორი იქნება და მეც ვაკვირდები ხოლმე ჩემი პროფესიაც ეგა რეალურად რასაც ვჭამ მე ვაკვირდები როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ჩემზე და მეც დავიწყე იმ ცნობიერებასთან ჩაღრმავებები და ყვების მერე ჩაღრმავება უფრო მეტად დამაინტერესა რა და ბევრი ყველა რძეზე მქონდა ცოტა ესეთ რეაქცია იმიტომ რომ რძეს თუ ამ დღის განმავლობაში აი ყოველთვის დავფრინავ რა. სხვაგან ვარ. საინტერესო. არ ვიცი რატო, მაგრამ აღმოვაჩინე რომ ძალიან კარგი. ძროხა. ძროხის რძე. ანუ ქარხნულ რძეებზე. ხო, ქარხნულიც და ესეც. ნუ ნატურალური ნედლზე მაქვს საუბარი გარდა იმ რა ქვია, ფხნილის რძისა. ცივად თუ ცხლად? ცივი. აი შეგიძლიათ ცხლადაც თავისუფლად შეიძლება დავუყო. ინდურ რეცეპტს გეტყვი ხა, რომელსაც golden milk ქვია და ძალიან კარგი რამე, ცოტა კურკუმა შეგიძლია ჩაყარო და ცოტა თაფლი. ხო. და მოთქვიფო და გი არის ერბოა რა, ეგეთი მათი ერბოა ცოტათი განსხვავდება ჩვენი ერბოსგან, იმას ურევენ კიდე და ოქროს სასმელს ეძახიან, ღმერთების სასმელია და აი ცოტა თბილი ზამთარში ძალიან კარგია. ვა, საინტერესოა. აი ინდური რძე უფრო მერგება მე სიმართლე რო გითხრა. ვინდრე აქაური და საინტერესო რაღაცა მითხრეს მაგაზე ინდურ ძროხებს თუ დაკვირვები ხარ რაღაც კუზივით აქვს რა და ერთი ინდუსი გავიცანი რომელიც ეგეთი რაღაც მითხრა რომ ამ ძროხებს ამ კუზით შეუძლიათ რაღაცა ექსტრა დ ვიტამინის მოგროვება აკუმულირება
და შეიძლება ამის ხარჯზე მათი რძის პროტეინი ზუსტად შეესაბამება ადამიანის რძის პროტეინს რა. მან და არის რაღაცა ორი ტიპის პროტეინების ჯგუფია, რომლებსაც რძე შეიცავს და აქეთ ჩვენთან რაც არის ეგ არის რაღაცა სხვა ჯგუფი, ადამიანის რძე არის სხვა ჯგუფი და აი ინდური ძროხის ძე და ადამიანის ძროხის ძე ერთი და იგივე პროტეინებს შეიცავსო რა. და ძალიან საინტერესოა ხო რა. მოდი ხა შემდეგ კითხვას დაგისვამ და და წავიდეთ აი ბერებზე და სულიერ მოძღვრებზე მაინტერესებს. შენივე გამოცდილებიდან კვების შენარჩუნება, აი როგორ ახერხებენ მარტივად შენარჩუნებას ამ კვებისას, რასაც აი იგივე მარხვის თემა ავიღოთ რა. ეს საინტერესო კითხვაა რა. ძალიან კარგი კითხვა არის, რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ შეინარჩუნოს. ძალიან კარგი კითხვა არის. მაგაზე ახლა სადგურუ არის ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი, ასე ვთქვათ რა, ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და უსმენ ხოლმე და ჩემი პირადი გამოცდილებები მის ნათქვამებს ძალიან ემთხვევა ხოლმე. აი ესეთი რაღაც თქვა, რომ ყველაზე რთული არის საკვების მოშინაურება სულიერ გზაზე რა. რო ცნობიერი დარჩა საკვებთან, იმიტომ რომ როცა ჭამ, შენი შინაგანი ცხოველი აქტიურდება რა ამ დროს რა და ეს შენი შინაგანი ცხოველი შეგიძლია რაღაცა მაგალითად აი სიგარეტი შეგიძლია გადააგდო, აღარ მოწიო და მორჩა. საჭმელს ეგრევე ვერ აკეთებ რა. საჭმელი უნდა ჭამო და როგორც კი ჭამას იწყებ, ეს ცხოველი ეგრევე აქტიურდება რა. და გზა იმისა, რომ აი ეს შენი ცხოველი რაღაცნაირად დააშოშმინო, ერთი აი იგივე მაგის გაცნობიერებაში ძალიან დამეხმარა, აი ფაგავად გიტაში არის, აი როცა ეგ პრობლემა მქონდა რა, ის საკვების და იმისი სულიერების ბალანსი, აი ეს კრიშნა ეუბნება არჯუნას ეგეთ რამეს, რომ ნებისმიერ ნებასთან სულიერი ძალით შეგიძლია გამკლავება რა. და აი როგორც კი ცოტა აი ცნობიერებასთან კავშირში შედიხარ და მედიტაციური ხდები ბუნებრივად. ძალიან მარტივი არის მერე თავშეკავება რა. ძალიან მარტივია, იმიტომ რომ აი მედიტაციურ მდგომარეობაში რო გადადიხარ, სურვილები აღარ გაქვს რა. და კვება ხო ეგ არის ძირითადად სურვილია და ეს შენი ცხოველიც მედიტირებს მერე შენთან ერთად. და აი როცა უკვე რაღაცა სულიერი პრაქტიკის მერე ადამიანი მდგომარეობას აღწევს, რომ შეუძლია ეს მედიტაციური მდგომარეობა რაღაცნაირად 24/7-ზე კონდეს, მერე აღარ არის ძნელი რა, უკვე ამ საკვებთან ესე თქვათ ცნობიერი მიდგომა და თან მერე დროთა განმავლობაში შენი ქიმიაც იცვლება, მიკრობიომი გეცვლება მუცელში და პარაზიტებისგანაც იწმინდები და ეს კრეივინგიც დიდად აღარ გაქვს რა. და მეტნაკლებად უკვე გაცნობიერებული ჭამდა ძალიან რთული არის ეგ რა, ძალიან რთულია რა. აი ცნობიერად ერთხელ გადავწყვიტე ეგრე რომ მეთქი აი უკომპრომისოდ ცნობიერად შევჭამ, იმიტომ რომ მანამდე ხა ჩვენ როგორ კულტურაში ვიზდებით, რომ აი ბოლომდე უნდა ჭამო, რასაც თებში დაგიდებენ, ხო, რომ ლამაზი ცოლი გეყოლება, ბოლომდე უნდა მოწმინდო, ბევრი პური ჭამე, შვილო მუსკულები გეყოლება, გექნება და ესეთ რაღაც მეებში ვიზდებოდით ამბებში რა. და აი უცბად მე რომ რაღაც თებში რაღაც რამდენიც მინდა იმდენი უნდა ვჭამო და რაღაც შემიძლია დავტოვო, ეს ჩემთვის ძალიან ძნელი იყო რა. მაინც ბოლომდე მჭავდი და მე ვატყობ იმას, რომ რაც აღარ მჭირდება, უკვე შხამი არის რა. და რეალურად ვიწამლავდი თავს რა, მაგას ვგრძნობდი, რომ აი overeating-ის პრობლემა მქონდა, რომ აი რაღაცა მე შხამივით არის კარგად აღარ მძინავს, twin-ში რაღაც ნეგატიური აზრები შემოდის, ეს მედიტაციებში უკვე ხელს მიშლის, იოგაშიც ხელს მიშლის. და მოკლედ აი ესე გადავწყვიტე, რომ მოდი აი უკომპრომისოდ მეთქი მარტო ცნობიერი კვება რა. და არ ვიცი ხა იმ ის რაღაცა მდგომარეობაშიც ვიყავი ინტენსიური მედიტაციებისა და იოგას შედეგად რა, რომ ენერგიაზე ვიყავი ისედაც და გრძნობ რომ საერთოდ არ მშია რა, ერთი დღე გავიდა საერთოდ არ მშია და ეს შიმშილი უბრალოდ ჩვევა არის და მეხსიერებაა რომ უნდა ვჭამო ეხა რაღაცა, ჩვევაა რომ მაცივართან ჩაივლი და უნდა გამოაღო რაღაცა. და როგორც კი ცნობიერებას ვთავდი, რომ ხვდები, რომ აი სხეულში ჩამოყურადღება, აი არ მშია საერთოდ რა. გავიდა რამდენიმე დღე, აი ყურძენი მიყვარს, ყურძენს დავითრევ. ყურძნის სეზონია თან. მოვიტანე ყურძენი და მანამდე ყურძენს ვჭამ, როგორ იცი, აი თუ ვიყიდი 1 კილოს, 1 კილოს შევჭამ. თუ ვიყიდი 2 კილოს, 2 კილოს შევჭამ, იმიტომ რომ მიყვარს თან ეს რომ ვჭამ რა სიამოვნებს და ეს ავიღე და ოკეი, მოდი ეხა აი სიამოვნებისთვის არც ერთს არ შევჭამ, რაც მჭირდება. აი რამდენიმე მარცვალი ვჭამე, მომემატა შაქარი თუ რაღაცა, ენერგია ხოძზე ვარ და მე ხვდები რომ უკვე სხეული მიდის, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა როგორც ჩვევა ესე ახსოვს, მაგრამ რეალურად შინაგანად საჭიროება არ მქონდა ამისი საერთოდ და ტოვინს მაგრა შეეშინდა მაგისი რა. აი იმენა პანიკაში ჩავარ და მახსოვს რომ არა ბიჭო, ეხა მაჭამე თორე ცუდად თუ არა, აი მაჭამე თორე ცუდად, მაგრამ ხვდები რომ საერთოდ არ მჭირდება საჭმელი რა.
და მე მახსენდება ეხა ამბები რა სულიერი მასწავლებლების და რაღაცების, რომლებიც აი უდაბნოში დაეხეტებიან და რაღაც შეიძლება ერთ კვირაში ერთხელ რაღაცა კენკრა შეჭამონ და რეალურად ეხა ქრისტიანულ კულტურაშიც ბევრი ყავს ეგეთი წმინდანი და ინდოეთშიც აი რამდენიც გინდა იმდენი არიან რომ ტყეში დადიან იქ ცხოვრობენ და რასაც იძლევა ბუნება იმას ჭამენ პირდაპირ რა. ხო, მაგრამ აი მათ კიდე ძალიან რთული არის ერთი გზა რომ შენ ეს შენი ცხოველი თუ ძალიან დათრგუნე, რეალურად ეს სურვილები თუ მოდის და შენ ძალიან დათრგუნე, ეს ცხოველი არ ძინავს, აი რო ვამბობთ ხოლმე რომ ეშმაკს არ ძინავს, არც ამ ცხოველს არ ძინავს და შენ თუ ყურადღება სადღაც ცოტა მოადუნე, ანუ შეიძლება გადაძოვოს ყველაფერი და მე რაღაც ეს guilty feeling-ები და რაღაცები წამოვიდეს რა. ანუ ესე იგი შენ ცნობიერს მაქსიმალურად კონტროლი უნდა შეგეძლოს. აი კონტროლი კიდე ცუდი სიტყვა არა, აი უფრო ცნობიერება, აი დისტანცირება მაგ ცხოველისგან რა. ეს არის ჩემი გამოცდილებით რაც დავაკვირდი ყველაზე ეფექტური რა. თუ წინააღმდეგობაში შედიხარ ამ ცხოველთან, აზრი არ აქვს, აი ცოტა დისტანცია უნდა გეჭიროს რა და მედიტაცია სწორედ მაგაში გეხმარება, რომ ნელ-ნელა დისტანციას აკეთებ შენი ინსტინქტებისგან რა და ნაკლებად ინსტინქტური ხდები უფრო და უფრო რა. მაგას ქვია უკვე გაცნობიერებული ცხოვრება, რომ შენ აი ასე ვთქვათ ავიღოთ ტვინის ორი მექანიზმი. ერთი არის ჩვენი ინსტინქტური ნაწილი, რაღაც ცხოველური ნაწილი, რომელიც თავიდან ბოლომდე მექანიკურია და რაღაც ბიოქიმიის პროცესი მიმდინარეობს და არის რაც ვთქვათ მოაზროვნე ნაწილი, რომელიც ცნობიერია რა. და აი ეს გააჩნია სად იმყოფება ამ შემთხვევაში ჩემი ყურადღება, სად არის თუ მე აქ ვარ, აქ თავიდან ბოლომდე ინსტინქტების ტყვეობაში ვარ რა. მაგრამ თუ აი ნელ-ნელა რაღაცნაირად დავიხე ცოტა უკან, მე აი დისტანცია მაქვს ამ ინსტინქტებისგან და აი ვამჩნე უკვე რომ ამ ინსტინქტმა თავი წამოყო ეხა მაგალითად რომ აი მაცივარი უნდა გამოაღოს და რაღაც რა ვიცი რაღაცა შეჭამოს, მაგრამ ვამჩნევ ამას და ოკეი, შანტი დავამშვიდებ ცოტას და ჩამოვისუნთქე და ვამშვიდე რა. აი უფრო არ უებრძვი, თუ უებრძვი წაგებული ბრძოლა არის ეგ რა. მათე ძალიან სიღრმისეული კითხვა მაქვს ეხლა რომელიც ესე უბრალოდ ამებადა თავში და წამოვიდა. დარწმუნებული ჩვენ მაყურებელსაც ძალიან დაინტერესებს ოღონდ ვეხები ქრისტიანობას ამ შემთხვევაში რა. რაღაც პერიოდი მიცხოვრია მონასტერში, მაინტერესებდა, ბევრი საინტერესო რამე ვნახე, ბევრი უინტერესო იყო ჩემთვის. და ბევრი ძალიან კარგი რაღაც ვისწავლე იქ ცხოვრებით რა, კარგის და ცუდიც მათ შორის. თუმცა ეხლა მაინტერესებს ეგეთი რაღაც, აი მარხვას უბრუნდება ისევ რა. ბერი ავიღოთ, ქართველი იყოს, გინდა ბერძენი მნიშვნელობა არ აქვს ამას, ხო, რაღაც საიდანაც არ უნდა იყოს, ქრისტიანი ბერი. შედის მარხვაში, მარხულობს და გამოდის მთავრდება მარხვა და მორჩა მარხვა და მიდის და პირდაპირ იწყება, აი, ხო იცი, კაი მწვადი შევწვით და კაი რაღაც. აი მან ეგენი როგორ იღებენ ბალანსს რა, აი როგორ შენი ცოდნიდან გამომდინარე მაინტერესებს რა თქმა უნდა რა, იმიტომ რომ ყველაზე უცნაურია რა, მე მესმის რომ ეხლა რაც ახსენი შენ ძალიან კარგად ახსენი ეს მედიტაციები, მთელი ამბები, რაღაც მიდგომების ის ამათი მიდგომა ამ შემთხვევაში ქრისტიანების მხრიდან რა არის? ხო, მესმის რასაც ამბობ. მე ვიცი სასულიერო პირები, ასე ვთქვათ, რომლებიც ვეგეტარიანულ კვებაზე არიან, ასე ვთქვათ, 24/7-ზე რა, მთელი წელი რა. და იდეაში ბერული კვება ეგეთია რა. და ეს მაინც ადამიანური მომენტი არის რა, იმიტომ რომ ამდენი ხანი რეალურად სურვილი გააქვს შენ რომ ეს ხორცი მიიღო და აი როგორც კი დამთავრდა ისევ გამოვიდა და ისევ გინდა რომ მიიღო. ან შეიძლება ეს სუფთა ნუტრიციოლოგიური ამბავი იყოს, იმიტომ რომ ვერ იღებ და შენ რაღაცა იმ ამინომჟავებს ამ მარხვის პერიოდში რა. და შენ სხეულს ჭირდება რაღაცა და შენ მეხსიერებას ეხა თუ ისეგრი ახსოვს რომ მაგ კონკრეტულად არ ვიცი შეიძლება ეს შიმშილი ხორცის შიმშილი კი არ იყოს მაგალითად არ ვიცი B12 ხშია რა და შენ თარგმნი ამას როგორც ხორცი მინდა რა და შეიძლება ეგ მომენტიც იყოს რა რომ აი უცბად ეგ მიიღოს მაგრამ მეორე მომენტია რომ შეიძლება ვნებაც არის აქ რა ეგ ალბათ უკვე იმ ადამიანმა იცის ყველაზე კარგად ვინც მაგას შვება რომ აი ვნებითი ამბავიც იყოს მე მახსოვს ახლა ერთი მარხვა დავიცავი და მანამდე თუ ანუ ვეგეტარიანული ყავი მარხვის მერე ჭამე ხორცი რა ანუ რეალურად ტვინით უკვე არ მინდა ხორცი მაგრამ გრძნობ რომ რაღაცა ის ხეულს უნდა თითქოს თან სვანეთში ვიყავი კუბდარი იყო რაღაცა და უარს ვერ ვიტყვი. კარგი, ხო, არა, მithქვამს უარი არა ერთხელ მანამდე, მაგრამ აი მომენტში თითქოს არის კი და მიიღო კიდევაც ხეული, მაგრამ ცოტა უცნაური იყო, იმიტომ რომ არ იღებდა მე ხორცს ხეული და მან დაი კიდე ხა
განსჯაგან კითხვაში რო არ გადავიდეთ, მაგრამ მინახავს ახლა ხორცს რო პირჯვარს გადაწერენ, ჩვენ იყავი აქედან ბოსტნეული ამიერიდან. რაღაც ეგეთ სუპერ ძალები მაგათ აღარ შევეხები, იმიტომ რომ ეგ ძალიან შორს წავიყვანს. ეგ ხო ძალიან უცნაური ახლა რაღაცა დონეზე უკვე მასტერი, როცა მასტერი ხარ და ასე ვთქვათ გასხივოს დიდი ჟივით, მე შეგიძლია უკვე ყველაფერი ჭამო და აი ვიცით ბუდისტი ბერები, რომლებიც ჩვენურად ხორცს მირთმევენ, იმიტომ რომ ტიბეტში სხვას ვერაფერს ვერ შეჭამ. 5000 მეტრზე ცხოვრობს ზღვის დონიდან მცენარეები არ მოდიან. გვაქვს თუ არა ქართულ კულტურაში ის სიღრმე, კულტურას გულისხმობ კვებით კულტურაში ის სიღრმე, რაც აზიაშია რა. არა. ანუ პირდაპირ ვიტყვი, დიდი პატივისცემა ქართულ კულინარიას, მაგრამ ინდოეთზე ვილაპარაკებ ამ შემთხვევაში, ეგ სიღრმე მე არ მინახავს არსად, იმიტომ რომ ზოგადად კვება არის ძალიან ყოველდღიურობის ნაწილი და მე რატომაც მიყვარს იქაური საკვები არის ის, რომ ძალიან ადამიანურია რა. ქართული სამზარეულოც ადამიანურია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი თანამედროვე იმაზე ვიძახი, რომ რაც არის ბევრი გემოა რა. თან მთლიანად ეს საკვები დაფუძნებულია აიურვედაზე. აიურვედა არის მაგათი მედიცინა. და აიურვედას მიხედვით არსებობს რაღაცა რამდენიმე ტიპის გემო, რაც ადამიანმა უნდა მიიღოს. რა იქ არის ტკბილი, ცხარე, მჟავე, რაღაცა. და საკვები ძირითადად ისე არის დაბალანსებული, რომ ეს ყველა გემო იყოს რა. და ამ ყველა გემოს როცა იღებ, მარტივად ნაყრდები. და შიმშილი აღარ გაქვს რა. და აი ეს ფილოსოფია ძალიან მომწონს და აი უფრო იმად კვება არის აქედან აიურვედასთან კავშირში, იქიდან იოგასთან კავშირში და ძალიან სიღრმისეულია და აი როგორც ინდოელები ამბობენ, რომ ჩვენი საკვებიო წამალიაო რა. ყველა არ ფიქრობ, რომ მაგ ყველაფერზე ამ ადამიანებს თავის დროზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნამუშევარი აქვთ და შემუშავებული გამოცდილება არის. ძალიან დიდი გამოცდილება. თან ძალიან ბევრ სუნელებს იყენებენ რა ეს და ეს სუნელები სამკურნალოა, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას გაცილებს. სუნელების სამშობლოა. აი ახლა თან ერთი შემთხვევა იყო ბოდიში შეგაწყვეტინებ. რაღაცა აშრამში ვიყავით, ძალიან პატარა აშრამია, სადღაც ჯუნგლებში და აი ვერ ვარ კარგად რა თავში ცოტა რაღაცა მაჭერს და რაღაცა ან ყავა მინდა ან რაღაც ეგეთი რომ ცოტა გამოფხიზლე და შევდი პატარა სასადილო არის და რაღაცა წვნიანი დამისხეს რა ცოტა ცხარე იყო და მიდიო გადაკარიო მოგხოდავსო რომ ამ პერიოდში ამოსვამთო და რო დავლიე და გამინაცა თვალები და აი აქ თუ რამე იყო ეგრევე მომეხსნა და აი მომენტალურად რაღაც მოვიხოდე რა ესე რო ვთქვა რა და აი ეგეთი აი ჯამრთელობაზე მიმართული საკვებები ჩვენთან მაინც და მაინც არ არის რა ჩვენი არ არის ჯამრთელი საკვები მაინც ანუ შეგვიძლია ვთქვა რომ არის რაღაცა მთელი რიგი რაღაცები, მაგრამ შეგვიძლია გქონდეს. მე ეგრე უფრო ვითხოვდი, იმიტომ რომ აი ხა თუნდაც ისევ სვანეთს დაუბრუნდები და სვანური მთის კვება, აი იგივე თუშეთი რა მნიშვნელობა მთის კვებაზე მასაუბარი რა, ეს ალპური ზონები რაც გვაქვს, იმდენად საინტერესო ბალახეულია თუნდაც, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და გადმოვიტანოთ ყოველდღიურობაში რა. უბრალოდ მონდომების საკითხი არის და ის არ არის რა იყო ყველა მეც მიყვარს ხორცი და გვიждდები თელ ცხოვრება ხორცი, მაგრამ რაღაც მომენტში დაჟე მივხვდი რომ ეს ხორცი უკვე აღარ შემიძლია რა ეს ხორცი უკვე მე მკლავს რა პირიქით მე მკლავს და მივხვდით არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი ვინც ვიყურებ ჩემი მეგობრები შეფები და კოლეგები და ასე შემდეგ მართლა არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი მაგრამ ხო მივედი რა მაგ დასკვნამდე რომ ჯერ თუ საშინელი გემოაქვს ვაფშე იქ ცოტა იქ შორს წავალ რა ეხლა რომ აი ჰორმონების გემო ქათმის ფილეს და ბარკალს და ასე შემდეგ რაღაცა ღორს საშინელება რაღაც დამწვარი ბენზინის გემო ვიგზავნე იმ დღეს მართლა ღორის ხორცი რო ჭამე ბენზინის გემოზე წავიდა და გავგიჟდი რა რომ რანაირად შეიძლება რომ მაგ გემოზე წასულიყო და დიდი ალბათობით რასაც აჭმევენ ის შესაბამისად მოდის ხო ხა ღორს მithumetes რაღაც საშინელებებს აჭმევენ საქართველოს სამწუხაროდ შეიძლება ღორი როგორც საჭმელია და მე კიდე ის ზემოდან მთელი ამბავი რა ამიტომ ანუ ხო მაგიტომაც ხო რა მოკლედ რა მივხვდი რომ არა რა რაღაც პონჩი უნდა გავჩერდე რა ამასთან და გადავიდე ამ ბალახეულზე და ბალახეულით ძალიან ბევრ ხორცს ვჭამთ რა ჩვენ ზოგადად ძალიან ბევრ ხორცს ვჭამთ და რაც ჩემი აზრით თლად ბუნებრივი არ არის ამდენი ხორცის ჭამა რა იმიტომ რომ ეს აი იმერული სამზარეულო მაგალითად რომელიც შეგვიძლია რომ კარგია რა მაქსიმუმ ყველი შეურიოთ და დანარჩენი ბალახები ვჭამოთ რა ეგ ხო იმერული ხო შეგვიძლია რომ იმერული სამზარეულო გურული სამზარეულო აქეთ რაც დასავლეთის იგივე მეგრული სამზარეულოს არ შეიძლება რომ გადმოვიტანოთ ისე რომ ჩვენ აი ამ სულიერების გზაზე მიმავალზე დაგვეხმაროს როგორ არა
ერთი იგარი რომ ამ მხალეულს ძალიან ბევრი ნიგოზი აქვს და ეს ნიგოზი ცოტა ნაღლის ბურთზე მაწვება ხოლმე. მაგრამ აი წვნიანების ნაკლებობა გვაქვს ჩემი აზრით, ბოსტნეულის წვნიანების ნაკლებობა გვაქვს, რაც იდეაში არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ რაღაცა ჩანაწერებში ვამბობთ, რომ სულ რაღაცა აი ოსპის შეჭამანდი შეჭამა და რაღაცა ეგეთი წვნიანები იყო ყოველდღიურობაში. არა, იყო შინდი შეჭამანდი დაწყებული კი, იყო დღეს ანუ ყოველდღიურ კულტურაში ნაკლებად არის რა. აი ხა ოჯახებში მაგალითად ხა მე რო ბავშვი ვიყავი, სახლში რა წვნიანს ვაკეთებდით, ბორში იყო ძილითად ან სუპი. ტყუილი სუპი, მაწვნის სუპი, რაღაც ეგეთი ამბავი იყო რა და აი ეგ ცოტა გვაკლია. სახალხო კულინარია გვაკლია ქუჩაში რა. მე მაგას ვიტყოდი. კი გვაქვს რაღაც რესტორნები და შეიძლება ძალიან მაღალი კლასის რესტორნები, მაგრამ აი ესეთი აი სასადილოს ტიპის საკვებები ძალიან მაკლია აქ რა. ინდოეთში რო ვიყავი, არ ვფიქრობდი იმაზე, ეხა რა უჭამო და სად ვჭამო რა. იმ მომში და გავიხედავ რაღაცა პატარა ძალიან საყვარელი საოჯახო რესტორანია, სადაც შემიძლია ათლარად აი ძალიან საკაიფო შევჭამო რა. აი და ყველაფერი მექნება, იქ ბრინჯიც მექნება, ბოსტნეულის მექნება, ცხარიც მექნება, ტკბილიც მექნება, ყველაფერი მექნება და კმაყოფილი ვიქნები და აქ რო შევიდე მაგალითად, ხო? ეგეთი აქ ათლარად სალაც ვერ შეჭამე. ხო. ეგეთი დაწესებულებები ძალიან მაკლია აქ რა. აი სასადილოს ტიპის დაწესებულებები არ არის. არის ერთი რესტორანი, სადაც უნდა ჭამო, არის ცოტა ფასტ ფუდი, შაურმა, რაღაც სენდვიჩი, რაღაც ეგეთი ამბავი. არის ერთი მაფშალია ეგ უნდა მეთქვა ეხა სასადილო. ერთი მაფშალია, რომელიც აი ცოტა ფასტ ფუდიც არის, სტრაფი სერვისი და რაღაც. მეტი არ ვიცი, ეგეთი არ მახსენდება და ძალიან აი წინა გადაცემაში ბასტო იყო ჩვენთან იუთუბერი ჩვენი ძმა და მეგობარი და ხაშის სახლი ახსენა მივედი ვნახე და ჩვეულებრივად რესტორნის მუღამზეა აგებული, უბრალოდ შედარებით იაფია. სასადილო არ არის კი. თუმცა სასადილოები მე რაც ვიცი ჩემს იქ არც შეიცვლება. ხო, ეგ პრობლემა არის კიდე რა. ეგ პრობლემაა რა. ერთი ის პრობლემა მე ხარ რასაც ვაკვირდები აქ რო არის ცოტა ძვირადღირებული რესტორნები, სადაც ესე ყოველდღიურად ვერ შეჭამ. და მაინც აი ყოველდღიურად რო ჭამო, აი ვერ ხვდები რა უნდა ვჭამო ყოველდღიურად გარეთ რა. თუ სახლში არ მოვამზადე რა და სახლში კიდე ვერ ვამზადებ. და ზივარ ხოლმე მაწონზე და თხილზე და ბანანზე. ეხლა გადავიდეთ რიტუალებზე. და რიტუალურ კვებაზე რა. ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ ქართულ ასე ვთქვათ გასტრონომიაში ბევრი საინტერესო რიტუალი გვაქვს და რიტუალურ კვებაც მათ შორის. და ერთ-ერთი საინტერესო კერძად შემიძლია გაგაცნო თუ არ იცი ბოღლიწო, რომელიც ქრისტიანობაში საკმაოდ საკრალური დანიშნულების კერძია. ძალიან მარტივი კერძია რა. ღვინოში ჩამბალი პური არის. თონეში ჩაბრუნებული პური, რომელიც მე წითელ ღვინოშია ჩამბალი. ნუ უკვე ხვდებით მარტივად რისი და რა ქვეტექსტის მატარებელიც არის და ამას თავისი ისტორიაც გააჩნია. ეხლა მე მაინტერესებს აზიაში და ისევ ინდოეთს შევეხოთ და ინდოეთზე გადავიდეთ რადგან საუბრობთ. რა რიტუალური მართლობის კვება არსებობს? ყველაფერი რიტუალური არის იქ რა. აი აბსოლუტურად ყველაფერი რიტუალებს ექვემდებარება რა. ყველაფერი რაც კი იქ ხდება, იქნება ეს ხელოვნება, კულინარია თუ რაღაცა საქმიანობა, ღმერთებს ეძღვნებათ რა. და საკვები რასაც აკეთებ, პრასადს ეძახიან, კეთდება ღმერთებისთვის. აი მაგალითად რომელიმე ტაძარში თუ შეხვალ, კრიშნას ტაძრებში არის ძირითადად ეგ და კიდე სხვაგანაც, როდესაც მიდის მსახურება, ამ დროს პარალელურად აკეთებენ საკვებს. ოღონ მთელი ადამიანებისთვის და ვინც კი მოვა, უფასოდ ურიგებენ აბსოლუტურად ყველას. და ყველა ტაძარში იქ ინდოეთში მშიერი არ დარჩები რა, გამორიცხულია რა. უბრალოდ უნდა იცოდე რომ რა დროს უნდა მიხვიდე. წავედით. და გაძლევენ უფასო საკვებს, რომელიც ასე ვთქვათ საკურთხია რა. ანუ ღმერთებისთვის მომზადებული საკვებია რა, რომელსაც შენ სთავაზობ და მე შენ ეს უნდა მიიღო რა. და რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე რიტუალური. ეხა აშრამში რო ვიყავი, აშრამის კვებაზე უეჭველი უნდა ვთქვა 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ ეგ არის საუკეთესო საკვები, რაც მიჭამია საერთოდ რა. აი სიგიჟე კვება რა. ნუ არ ვიცი, ინდური რაღაცებია, ვეგანური თავიდან ბოლომდე შეიძლება რაღაც რძის ნაწარმი იყოს აქა-იქა. მაგრამ აი ინდური კერძებია სიგიჟე რა, სხვადასხვა სახის მარცვლეულები, ბოსტნეულები, соуსები, ნუ ბრინჯი ხო შეიძლება ტკბილეულები რაღაცნაირნაირი, რაღაც სასმელები აქვთ კიდე რაღაც აი გიჟდები ისეთი კარგი სასმელები აქვს რა, აი ცოტა ბლანტია, ცოტა ტკბილია და რაღაცა ესე გავსებს რა მთლიანად. თან ამზადებენ ერთდროულად 10,000 ადამიანისთვის და მაგაზე კიდე მსმენია ხა მაგ უფრო შენ იქნები კომპეტენტური, როცა ბევრი ერთად მზადება, უფრო გემრიელია ვამბობენ რა. და
თან იქ არის მსახურების ნაწილი ესეც ასე ვთქვათ რა, ანუ გემსახურებიან ადამიანები, ზიხარ ჩუმად უნდა იყო აუცილებლად ხმას არიღებ ქალები და კაცების ხედან ცალ-ცალკე და მაგაზე სულ მახსენდებოდა შუშანიკში რო არის, რომ როდის იყო დედასა და მამა ერთად ეჭამოთ პურიო, რაღაც ეგეთი ამბავია, თან როგორც ჩვენთანაც ქელეხში ხო ცალ-ცალკე ჭდებიან და რაღაც გავს რა ერთმანეთს რაღაც ეგეთი ნიუანსებით რა. და ნუ მანტრების ზუზუნი ხო ისმის და როგორც კი ეს მანტრა გაჩერდება უცბად მოხალისეები, რომლებიც ამ ვედროებით დადიან საჭმელს არიგებენ, დებენ ამ ვედროებს, ჩერდებიან და ყველა ერთდროულად უდიდეს დარბაზში რამდენიმე 1000 ადამიანი იწყებს ლოცვას რა. და ისეთი ენერგეტიკა ტრიალებს, რომ აი უბრალოდ რაღაც მდგომარეობაში შედიხარ, ცოტა სხვა მდგომარეობაში და იმ მდგომარეობიდან მე შეუძლებელია რომ შენ რაღაცა ხარბად შეჭამოს საჭმელი რა, იქ გინდა არ გინდა რაღაცა სხვანაირად უყურებ მე იმასაც რასაც ჭამ რა. და ერთ-ერთი მთავარი იოგაში კიდე ეგ არის, რომ გააცნობიერო, რომ შენ სხვა სიცოცხლეს იღებ. ამას ჩვენ ხო არ ვაცნობიერებთ ხოლმე ძირითადად, რომ აი ეს სიცოცხლეა და შეიძლება ცნობიერებაც აქვს ამ სიცოცხლეს რა და აი ეს კავშირი რომ იგრძნო და რეალურად რა პროცესი მიდის რა მაგ დროს შენი ნაწილი ხდება. რაღაცა ის ხო აი მაგისი გააზრება, მაგას დაკვირვება ძალიან ისეთია რიტუალური არის რა, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი რომ რიტუალურია და იგივე აი ქართულ ამბებში ძალიან მიყვარს პურებს რო აცხობთ, ჯვრებს რო ასვამთ, ბებიაჩემი მახსოვს ლობიანებს აკეთებდა და ახატავდა ესე ბორჯღალა და განატეხიაო ესობებიაო იძახდა და სპეციალური ისი იყო და გვაქვს საქართველოში რა ეგ კულტურა და ნუ ისევე როგორც იქაც და აუ ეგ ამბავიც უნდა მოგიყვეს სიგიჟე უბრალოდ აი პირდაღებული ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჩაჭერა ხალხი მაგ კულინარიულ ამბავში არიან სიქები რა სიქიზმი არის ყველაზე ახალი რელიგია რაც ახლა ცოტა ხნის წინ 1-3 საუკუნე არის რაც არსებობს რა რაღაცნაირად არის ისლამის და ინდუიზმის ნაჯვარი და ძალიან საინტერესო ხალხი მოკლედ ამათთან ტაძრებში ყოველთვის არის საკვები რა ყოველთვის არის უფასო საკვები ინდოეთში თუ მოხვდები სიქების ტაძარში უეჭველი უნდა წახვიდე რა და ჰიმალაებში ვიყავი ჰიმაჩალ პრადეში არის ეგეთი შტატი და აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხეობა პარვატი ველი ეგრე ქვია მდინარე პარვატი ჩამოდის პარვატი არის ქალღმერთი და ქალღმერთი ზოგადად არის ბუნების და სიუხვის ქალღმერთი და ნუ აი ეს ხეობა არის ულამაზესი და უმშვენიერესი და ამ ხეობაში არის გურუდვარა არის სიქების ტაძარი და ამოდის ბუნებრივი ცხელი წყლები ოღონდ ძალიან ცხელი წყლებია რა და ამ ცხელი წყლისგან რაღაც აუზები აქვს გაკეთებული და ამ ცხელ წყალში ქვაბებით დგამენ ბრინჯს რომელიც პირდაპირ იხარშება რა ყოველგვარი ცეცხლების და გაზების და შეშების და რაღაცების გარეშე აი წარმოიდგინე ბუნებრივი ქვაბივით არის და ამ ქვაბში ესე დებენ ამ ბრინჯებს აი 24/7-ზე არა რა თქმა უნდა მაგრამ დღის მანძილზე სულ იქ არის ჩაწყობილი ბრინჯი შენც შეგიძლია პატარა ტომსი გაიღო ჩაყო მოხარშვა მოიღო ჭამო და აი ისეთი გამოცდილება იყო მან და მაგის ჭამა აი ისეთი გამოცდილება იყო თან რო იცი რომ ეს ბუნებრიდან ამოსული ბუნებრივი ცხელი წყლის ის არის ვულკანი გიხარშავს წარმოიდგინეს ბრინჯს რა და არა სოკარი სოკართან პოტიში რაღაც რუსულ გაზზე კი არ ხარშევა რავენ და რაღაც ჰიმალაების მთებში წამოსულ აუ რა ჩაკაფულს მივცემდი ხო და ეგ იყო სიგიჟე გამოცდილება იყო და ბარე მაგას მიყვები იმიტომ რომ ეგ ერთ-ერთი ყველაზე მისტიური ჭამა იყო ჩემს ცხოვრებაში ამ ხეობას აუყევით ერთ-ერთი ბოლოსოფელია კალგა ქვია აი ულამაზესი სოფელია ბოლოსოფელი არა მე კიდე გრძელდება იქით გადადის გზა მაგრამ აი ფანტასტიკური სოფელია რა აი სიგიჟეა ზღაპარია რა აი ულამაზესია იქაურობა ხო გვაქვს ჩვენ რაღაც ლამაზი მთები კავკასიონი მაგრამ ანუ ჰიმალაი ორჯერ დიდია წარმოიდგინე რა და აი იქ რაღაცა ბოლო სოფელში, guest house-ში საჭმელი მოგვიმზადეს, ოღონდ ბოდიში მოგვიხადა, რომ დიდი ხანი დაჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი ახლა უნდა მოვამზადო და იქ არის ყველაფერი ერთი 8 სახეობის კერძიან, ტალი, რასაც ქვია. აი თან მაგარი მშერი ვიყავი და რო შევჭამე, აი ისეთი გემრიელი იყო. თან ეგ საკვები ნაჭამი მაქვს მანამდე იქ არის ოსპიშედის რაღაცა საბჯი და სხვადასხვა რაღაცები მაგრამ ისეთი გემრიელი იყო ალბათ გარემომაც იმოქმედა აი რო ჩავკპიჩე თუ რო ჩავიდე გონება გაჩერდა აქედან გემოები გაიშალა
ჩავიდე და ძალიან ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში გადავედი, უბრალოდ იმიტომ რომ ამას ვაკვირდები, ამ გემოებს ვაკვირდები. და აი მან მივხვდი რომ აი ეს საკვები მიყვარს, ზოგადად მარტო საკვები არის, რაღაცა კარგი რაც არის, ფიქრს უნდა აჩერებდეს რა. აი რაღაცას რომ შეჭამ, იმდენად გემრიელი უნდა იყოს, რომ მთელი შენი ყურადღება აი აქ უნდა წავიდეს და აქ უკვე აღარ ტვინი უნდა დაგიცარიელოს რა საკვებმა რა, ასე ვთქვათ რა. ან კარგი რჩევა არის შეფებისთვისაც კი წარმოიდგინე რომ ანუ ხო რა, ეხა შენ შეგიძლია მიმართო ყველა სოფლიოს ნებისმიერ შეფს და უთხრა ეგ ყველაზე მაგარი რჩევა იქნება მართლა ალბათ რა, ამიტომ რომ ძალიან მაგარი რამე თქვი ხარ რა. ეგ არის ხო. მეც მაგას ვაკვირდები ხოლმე რეალურად მე როცა ვამზადებ რაღაცას, კერძ და ჩემ მომზადებულ კერძს ვინმე ჭამს. ყოველთვის ეგ მაინტერესებს რომ აი აქ რო თიშავს მე რა ხდება. ისეთი გემრიელი უნდა იყოს საკვები, რომ მე არ მომინდეს რომ პარალელურად ტელეფონი ვსკროლო. ან ტელევიზორს ვუყურო, ან ვილაპარაკო. მე მინდა რომ მთლიანად აი აქ ვიყო და ეხა არ ვიცი შეიძლება ცოტა ვულგარული შედარება გამომიდეს, მაგრამ არ არის ჭეშმარიტება ეგ არის. ანუ ძალიან გავს სექსუალურ აქტს რა თვითონ ყვება რა, იმიტომ რომ რაღაცა არის სხვა სხეული, რომელთანაც ერთიანდები, ასე ვთქვათ რა. და ხო, და ეგ ნეტარებაც ერთმანეთთან რაღაცნაირად გავს რა. ეხა ის ძალიან ინტენსიურია უფრო რა, მაგრამ აი ამას ძალიან გავს და მე მაგას მივხვდი აი ტანტრული ყვება დავარქვი, რომ როცა ეს ორი ერთი ხდება რა, უბრალოდ აქ იყავი და აი როგორც ნაზად მოეფერებოდი რაღაც შენ საყვარელ მეორე ნახევარს და რომელთანაც აი ეს ერთიანდები ენერგეტიკულად, ჯერ აი ესე უნდა გაერთიანდე საკვებთან და მე მივხვდი რომ აი საკვები რომ მქონდათ ეგრევე არ ვჭამდი. ცოტა ხანი ვაკვირდებოდი რა. და აი ვაკვირდები და ვცდილობ დავაკვირდე რომ აი გავიცნო ვინ არიან ესენი რა, ვინც ჩემთან მოვიდნენ ასე ვთქვათ და ნელ-ნელა აი ენერგეტიკული და ცნობიერი კავშირი დავამყარო და უკვე უთხრა რომ ჩვენ ერთნი უნდა გავხდეთ და მე ვაკვირდები იმასაც რომ ამ მდგომარეობაში როცა ვჭამ უფრო მე რგება უფრო ადვილად ვინალებ და უფრო კარგად ვხდები რა. და ეგეც არის ძალიან მნიშვნელოვანი აი იაპონური სიტყვა ერთი რომელიც ძალიან მომეწონა, რომელიცაც საკვებამდე ამბობენ სანამ შეჭამენ. რაც ნიშნავს მე შენ მიგიღებ, მაგრამ ამაში გულისხმობენ მადლიერებას აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტის და ყველა ელემენტის მიმართ, რა ელემენტმაც მონაწილეობა მიიღო იმაში, რომ ეს საკვები მოგივიდეს და მაგაზე თუ დაფიქრდები, ეს აბსოლუტურად მთელ სამყაროს მადლობას უხდი. ჩვენ შემდეგი თემაც იყო მადლიერება საკვებთან მიმართებაში. ხო, აი და ეხლა უნდა ხო. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის ეგ რა. აი ეგ მაინტერესებს რა კავშირი აქვს და რა ღირებულებას ზენს მადლიერება ყვების მხრივ. ჯერ ჩვენ არ გვაქვს ქართველებს მაინდა-მაინც აქტიური მადლიერება საკვებთან მიმართებაში მიღების დროს თუნდაც ან ну ეხა გაცემით ისეთი მომენტია რა მადლობა. არა და სუფრას ვიწყებთ, ხდიდება უფალს, მადლობა უფალს. კი, მაგრამ გააზრებულად არ ვაკეთებ მაგას. ეგ მეკანიკური არის, კი. ეგ ძალიან სულია ჩემთვისაც. უყურებ ხოლმე თან, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში უყურებ ამ ყველაფერს და უბრალოდ მექანიკურად წავიდე და всё გააკეთა თქვა. მაგას რაღაც ენერგეტიკულ ღირებულებას არ ვაძლევთ რა. კი ბატონო. რომელიც მე კითხვა არის ხო, ეხავე შეგვიძლია მაგას დავფიქრდეთ რა. აი რა ზოგადად რას აკეთებს მადლიერება რა. მადლიერება რაღაც ბიოქიმიას ცვლის სხეულში, უეჭველი ცვლის. მინიმუმ ერთი ის ხდება, რომ ასე ვთქვათ, თვითგადარჩენის სისტემა ითიშება და rest and digest mode-ზე გადადის ნერვული სისტემა. Rest and digest mode-ზე, ანუ ქართულად რო ვთქვათ, ნერვულ სისტემას აქვს ბევრი ფუნქცია აქვს, მაგრამ ორი მთავარი ფუნქცია აქვს. ერთი არის იბრძოლიან გაიქეცი, მეორე არის დასვენება და მონელება, ასე რო ვთქვათ რა. და საჭმლის მიღების დროს სასურველია რომ ნერვული სისტემა იყოს ამ rest and digest mode-ზე, რომ ადვილად მოვინელოთ საჭმელი. თუ ვარ სტრესულ მდგომარეობაში და სტრესის დროს ვჭამ, უბრალოდ არ გამოიყოფა ის მომნელებელი ფერმენტები და რაღაცები, რაც მე მჭირდება რომ საჭმელი მოვინელო და ამის გამო შეიძლება შებერილობა, გაზები, შეკრულობა, ბევრი რაღაც დამემართოს, თუ სტრესის დროს ვჭამ. მადლიერება აი ძალიან პრაგმატული რაღაც რო ვთქვა და სულიერი ასპექტი რო გავუთიშოთ, ნერვული სისტემა გადაყავს ამ სიმშვიდის რეჟიმზე. Rest and digest mode-ზე თუ დააკვირდება მადლიერებას თუ მართლა იგრძნო, შეიძლება სხეული დაგირბილდეს კიდევაც რა. და ეს სხეული რო დაგირბილდება, ამ საკვებს უფრო ადვილად მიიღებ, უფრო მარტივად შეგერგება. ანუ ეს მადლიერება არ არის, რომ შენ ვალდებული ხარ, რაღაც მადლიერი ყარ, შენ გჭირდება ისევ რა, რომ შენ ტვინს უთხრა, რომ მე უსაფრთხო გარემოში ვარ ხარ, მადლიერი ვარ და ვიღებ მე ამ ყველაფერს რა. და ამას რომ მიიღებ, მე რეალურად შენი ორგანიზმიც
მიიღებს რაღაცა უცხო სხეული რომ შემოდის სხეულში, ხო, რა ორი ფუნქცია აქვს, ერთი არის რომ შეიძლება ინფექცია არ ბრძოლა გამოუცხადოს და მეორეა ჩემი მეგობარია და მოდი ამას მივიღებ. ხო და გააჩნია ტვინში როგორ აქვს მოწყობილი რა, თუ საომარი მდგომარეობა გაქვს ტვინში, შეიძლება ეს როგორც მტერი ეგრე მიიღოს შენმა სხეულმა და არ მოინელოს. კი ბატონო. ანუ ეს მადლიერება ერთის მხრივ ეხა დავფიქრდი იმაზე, რომ აი ქრისტიანობაში მადლიერება რა შეიძლება იყოს, რასაც ეხა ჩვენთან ქვეყანაში ვაკეთებთ რა, ყოველდღიურად. მე არ ვაკეთებ მაგალითად. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პირჯვას წერენ კერძს მირთმევამდე, რომელიც რაღაც მხრივ ქრისტიანობაში შეიძლება ეს მადლიერება ჩაითვალოს, აი არ ვიცი. კი ბატონო. ეგ შეიძლება იყოს, ხო? იმიტომ რომ სიტყვა თვითონ მადლობით არ იწყება. ანუ მე მქონია ხა რა თქმა უნდა შეხება სასულიერო პირებთან და არასასულიერო პირებთან და ვიღაცებთანაც მინახავს ხა ასე თუ ისე რომ გმადლობ უფალო იწყებოდა და მე იწყებოდა ყველაფერი რა. ძალიან იშვიათად. ოღონდ ეგ არის 100-დან ალბათ რა ვიცი ერთი ადამიანი, ვინც მინახავს ცხოვრებაში რა. ინდოეთში როგორ ხდება ეს მადლიერება? ნუ იქაც ახლა როგორ არის იცი რომ იქ უკვე იქ უფრო მივეჩვიე ხა რომ არ მომერიდოს საჭმელს მადლობა გადაუხადო რა. აქ ეხლა ცოტა მერიდებოდა ხოლმე ხა მით უმეტეს ახლა რესტორანში თუ არ გარეთ აი ცოტა თვალები დავხუჭო და ეს თავი დაუხარო რა საკვებს რა. ეს თავის დახრაც ჩემთვის რაღაც ძალიან სიმბოლურია, რაღაცა იცვლება ხოლმე შინაგანი მდგომარეობა რა ამაში გარეგანი. მინიმუმ ეგო იცვლება. ხო, რაღაცა იცვლება, ეს მომხმარებლური დამოკიდებულება აღარ მაქვს რა, თავმდაბალი ვარ საკვების მიმართ. ეს იცვლება ხოლმე და ეხლა ვცდილობ რომ რაღაც დავიკიდო ცოტა გარემო და იმას ვქნა და აი ინდოეთში ყოფნის დროს ეხლა აშრამში მაგას მივეჩვიე რომ ყველა ჭამის წინ ეს ხდება, მე მივხვდი რომ ჩემი მდგომარეობა სხვანაირია. აბსოლუტურად სხვანაირია, ჩემი ჭამის პროცესი უფრო სასიამოვნოა, იმიტომ რომ შვიდად ვჭამ, აქ და ახლა ვარ და სიამოვნებს და ნეტარებაში ვარ ჭამის დროს და რეალურად სიამოვნებას განვიცდი და ეს არ არის რაღაც ხორციელი ტკბობა, ნეტარებაა და აი იქ ერთი ძალიან საინტერესო ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა მეგობრებს ესე ხუმრობაში, რაღაცა ჯგუფური ლოცვა დავიწყეთ რა. 5 ქართველი ვიყავით და ერთი ვახშამი მქონდა და მოდი ვილოცოთ ჭამის წინ და რაღაცა ისე მოგვეწონა ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს და რეალურად რაღაცა შეიცვალა რა იქ. ძალიან კარგი იყო და მე ეგ ტრადიცია თითქმის ყველა ჯერზე ვაკეთებდით მაგას და ბოლოს იყო ერთი 20 კაცი ვისხედით სუფრასთან და ხელჩაკიდებულები რაღაც ლოცულობდი და იცვლებოდა მდგომარეობა კი. ხო და აი ყველაზე მაღალ ვიბრაციული საჭმელი რა არის? აი რა რითიც გიგრძნია რომ იმ კვების შემდეგ მიხვედი მიიღე რაღაც უფრო დიდი. ცოტა მეტაფიზიკური შეიძლება გითხრა, მაგრამ სინათლე. სინათლეც ერთი კვება, მაგრამ აი ყველაზე დიდი გამოცდილება რაზეც მქონია, იყო ის რომ გორში ვიყავი, იქ პატარა ბოსტანი გვაქვს. და გავედი ბოსტონში და იქ ტყემლის ხე რომელიც თავის თავად არის ამოსული, არც არავინ წამლავს არაფერი, უბრალოდ თავისთვის არის რა. და გავედი ბოსტონში თან შიერი ვიყავი მაგარი და ერთი ტყებალი მოვწყვიტე და შევჭამე. და მთელი დღე ისეთ ენერგიაზე ვიყავი. საერთოდ უკმაღარ ჩამიდია პირში. ისეთ ენერგიაზე ვიყავი რა. და მე თვითონ მაგრად მიკვირდა და მე მივხვდი რომ ხა რამდენი ტყემალიც არ უნდა ვჭამო, გარეთ შეიძლება იგივე არ იყოს, მაგრამ მან ბევრი რაღაც დაემთხვა, იმიტომ რომ ქვეხიდან მოვწყვიტე, ჩემ ბაღში იყო ამოსული და მაგას ქონდა ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა რა. ზოგადად იძახიან, ზოგადად სადგურუ რასაც ამბობს, საკვები უნდა იყოს იმ რადიუსიდან მოტანილი, რამდენი რადიუსის გავლაც ადამიანს ფეხით შეუძლია. იმიტომ რომ ეგ არის ბუნებრივი ადამიანისთვის რა, ეხა შეიძლება ავოკადო წავიდა, მოიძია, მოიპოვა და მოვიდა. ხო, იმიტომ რომ ჩვენი სხეულისთვის ეგ უფრო ბუნებრივი ამბავი. ხო, საინტერესოა ძალიან. ხო, საინტერესო არის კი. აი ზოგადად მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეხა კიდე ერთი საინტერესო ამბავი. ინდოეთში ყოფნის დროს ერთ წყვილთან ვიყავით, რომელიც ტყეში ცხოვრობს, აბსოლუტურად off-grid არიან, არანაირ არც ელექტროობას იყენებენ, არც გაზს, არც ტელეფონს, ყველაფერი ბუნებრივი აქვთ რა. და ტყეში წავყევი მაგ წყვილს, ტყეში დავიდნენ ველური ბალახები და დაგრიფეს რაღაცეები, რომლებიც ბალახებზეც მე ჩვეულებრივად გავივლიდი და არც კი ვიფიქრებდი რომ საკვებია. ეს დაიხარა ეს გოგო და აღმოჩნდა რომ 1.50 სახეობის ბალახია უბრალოდ 2 კვადრატულ მეტრში, რასაც მე საერთოდ ყურადღებას არ ვაქცე. აი ეს დაკრიფა, ეს ამისთვის კაია, ეს ამისთვის კაია, ეს ამისთვის კაია, ეგრევე მაწვდის, გასინჯე.
აი ისეთი სასწაული გემოქონდა, აი მართლა ძალიან კარგი გემოქონდა და მე იმისგან მოგვიმზადა რაღაც საკვები, რომელიც ასევე ძალიან ფანტასტიკური იყო. ბუნებრივად ცეცხლზე იქ ყველაფერი ბუნებრივად აი ეგეც ძალიან კარგი იყო და ასევე კიდე ინდოეთში ყოფნისას, აუროვილში ყოფნისას ერთი ფერმა არის იქ და ამ ფერმას აქვს თავისივე რესტორანი და თავისივე ფერმიდან ამზადებენ საკვებს და ოღონდ ესეთი მენიუ არ აქვს, რაღაც გრანდიოზული მენიუ რა, თვითონ ყოველ დღიურად რაღაც საკვები არის და აი ეგეც იყო ძალიან. შენ ამზადებ რამეს? გემრიელი, არა. არა? არ მომზადებ, არა. არ გიცდია? არა, რა თქმა უნდა მიცდია კი, როგორ არ მიცდია. ეხლა, ანუ სტუდენტობის დროს გინდა არ გინდა კვერცხი უნდა შეწვა, კარტოფილი უნდა შეწვა და რაღაცა ეგეთები კი. მერე აი უფრო რაღაცა ის მუზებიც და რაღაცა ეგეთი რაღაცები უფრო მიყვარს ხოლმე რა, მაგრამ მაინც როცა მარტო ვარ მირჩევნია მარტივად აი მომზადება რაც არ უნდა ის ვჭამო რა, იგივე მაწონი, ბანანი, თაფლი, ფინიკი, თხილი, ხილი, პომიდორი, ბოსტნეულიც ცდიდათ მეზარება ხოლმე სიმართლე რო გითხრა. არა ალბათ ჯობია რომ მივიღო მეტი, იმიტომ რომ ჩემს ხელს ვიცი რომ უყვარს. არა ერთ საინტერესო ფენომენი უნდა გითხრა ხა მე. Okay. რეალურად ჩემ თავთან მე რას ვაკვირდები ხოლმე რა, მედიტაციაში გავდივარ მომზადების დროს. ესმის ხო, რასაც გულისხმობ. აი საერთოდ ყველაფერს ვწყდები რა. და სადღაც არც იქ ვარ, არც აქ ვარ, რაღაც სხვაგან ვარ და მოთმინება არ მყოფნის ხოლმე. ხო, ეგეც არის რა, მაგრამ იქ სადღაც როცა მედიტაციაში ხარ, რეალურად მაშინ ხო ყოფნის. უბრალოდ ალბათ რა სადღაც მოიპოვო რა. ამის გამოცდილება არ მაქვს რა, ეთყობა მაგისი დიდად, რო აი ძალიან საინტერესო არის და რაღაც რიტუალური მას გავს რა, პროცესი გავს საბოლოო ჯამში, რასაც ვაკვირდები რომ ამზადებ და გადიხარ რა, რაღაც თვითონ რაღაც რიტუალს უტარებ საკუთარ თავს და არავის სხვას. რა თქმა უნდა, ხა რაღაც სხვებს. მესმის რასაც ამბობ და მინდა რომ ვცადო ხო, რაღაცა მაგ ხომ რაღაც პატარ-პატარა მცდელობები და რაღაც შეიძლება ოსპის წუნიანი გავიკეთო რა მე ეგეთი. მარტივ ხელ მახსოვს საიდან სად გადავედი, მაგრამ ერთი 10 წელს წინანდელი ამბავი არის და ერთი ჩემი ეს ნაცნობი იყო, რაღაცას საუბრობდით, მეგობრები ვიყავით შეკრებილი და მაშინ მკითხეს, რომ არსებობს თუ არა რამე კარმული საკვებიო რა. ანუ საკვების კარმა თუ არსებობსო და ეხა გამახსენდა და ძალიან საინტერესო რაღაც გაგახსენდა. ძალიან კაი რაღაც გაგახსენდა და მაშინ მოგიყვები. ხორცთან დაკავშირებით არის ზოგადად ეგეთი თეორია, რომ როდესაც ცხოველს ჭამ, იმის კარმასაც იღებ. ოკეი. და როდესაც რამეს იღებ, მარტო ფიზიკურად არ იღებ, თუ ჩავთვლით, რომ იმას თავისი ენერგეტიკული სხეული აქვს და ენერგია ინფორმაციის მატარებელიც არის, ან მარტო მატერიას არ იღებ, მატერიასთან ერთად იღებ ენერგიას და ინფორმაციას. კარმა პირველ რიგში არის ინფორმაცია. რა ინფორმაციის მატარებელია? ინფორმაცია რა არის? გენეტიკური კოდი. თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს, ხო? და რაღაცა ინფორმაცია შენთან შემოდის. თუ ცხოველი სტრესშია და მას აქვს ეს სტრესის მეხსიერება, აუცილებლად ეგ ინფორმაცია ჩვენში შემოვა. ამიტომ არის სამნიშნულოვანი, რომ თუნდაც კეთილგანწყობილი იყო საკვების მიმართ რა. ან კეთილგანწყობილი იყო იმ სცენარეების მიმართ, რასაც მე მოიხმარ ალბათ რა. ამიტომ რომ ინფორმაციას მიიღებს ავარაუდოდ და მე ეგ ინფორმაცია შენზე რაღაცა ზეგავლენას მოახდენს. ეს საუბარია ცხოველურ მიმართულებას. აი მცენარეებთან არ ვიცი ხა მცენარეებს რამე კარმა აქვს თუ არა, მაგრამ აი რაღაცა შემიძლია გითხრა, ხო? მცენარეებით მკურნალობასთან არის ეს უფრო კავშირში ვიდრე კვებასთან რა. ნუ ეზოთერული თეორია ეგეთია, რომ მცენარე ნებისმიერი დაავადება ეს არის შენი კარმა. და თუ კარმული განკურნება არ მოხდა, ასე ვთქვათ, ფიზიკურად რაც არ უნდა იმკურნალო, ეს კარმა შეიძლება სხვა ფორმით მოგევლინოს მე. ამიტომ არის, ასე ვთქვათ, ცოტა სახიფათო ამ გაგებით მედიკამენტოზური ჩარევა ესე პირდაპირ უხეშად და პირდაპირ ეგრევე დაავადების ჩაკეტვა, იმიტომ რომ სადღაც შეიძლება სხვა მხრიდან გამოვლინდეს. მაგრამ აი ეზოთერიკა სულიერ სწავლებებში ითვლება, რომ მცენარეებს შეუძლიათ შენი კარმა თავის თავზე აიღონ, ასე ვთქვათ. და ანუ კარმული განკურნებაც ხდება. და თუ ეს ანუ მე თუ მივიღებ რამე ნებისმიერ მცენარეს, ხო, შეიძლება რომ ის რაღაც გარკვეული კარმის ნაწილი წაიღოს ამ მცენარემ, ხო თავი? ოკეი. კი, ანუ მცენარეული განკურნება მაგ კუთხით ითვლება უფრო
იმათ რომ სულიერი განკურნებაც ხდება და კარმული განკურნებაც ხდება რა. არ ვიცი, მეცნიერულად მაგის შემოწმება ძალიან რთული საქმეა რა. მაგრამ აი პრაქტიკულად ალბათ უნდა გამოსცადოს ადამიანმა თავის თავზე რა. მაგრამ მე რასაც ვაკვირდები არის ის, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა შინაგან განწყობასაც აქვს რა ზოგადად რა. საკვების მიღებასთან დაკავშირებითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას რა. არ მე ერთ ტიპს უსმენდი ნეირობიოლოგია თუ რაღაცა, რომელიც მაგას ამბობდა, რომ თუ ადამიანს აქვს ტვინში ეგ ინფორმაცია რომ რაღაც საკვები არის არაჯანსაღი, ის აუცილებლად იქნება არაჯანსაღი მისთვის. მაგრამ თუ ეს ინფორმაცია ტვინში არ აქვს, რომ ეს არის არაჯანსაღი, შეიძლება ძალიან კარგადაც შეერგოს რა. და ამიტომ ხანდახან შეიძლება ზედმეტი ინფორმაცია რომ ეს ჯანსაღია, ის არაჯანსაღია, დამაზიანებელიც კი იყოს და ჩემი პირადი გამოცდილება შემიძლია ძალიან თამამად თქვა, რომ არ ღირს დიდი ჩაციკულა ჭამაზე რა. რა უჭამო ეხა ის ჯანსაღია, ცილები დავითვალო, კალორიები დავითვალო, აი ეს ჩაჭედვა ჩემი აზრით არ ღირს და აი ქრისტიანული მიდგომა მაგ კუთხით არის ძალიან კარგი რა. იმ ქრისტე ეუბნება თავის მოციქულებს ეს რომ რასაც მოგცემენ ის შეჭამე. ხო. ანუ მარტივად რა, ანუ საკვებთან დაკავშირებით მარტივი მიდგომა უფრო სიამოვნებს მე პირადად, როცა აღარ ვისტრესავ თავს, რაღაც პრინციპები არის რა, უნდა იყოს რა. მაგრამ აი შინაგანი განწყობა თუ არის მადლიერების და კეთილგანწყობის, ასე ვთქვათ, ყველა საკვები შეიძლება იყოს ჯანსაღი რა. კი ბატონო, ჩვენ შევეხეთ სულიერი მასწავლებლების კვებას, რაღაც მხრივ სუბუქად იყო, ვიღოთ ახლა მინდა რომ უფრო სიღრმისეულად ჩავშალო რა, ჩამიშალო შენ უფასოდ. ხო. მაინტერესებს რა კვების რაციონით არიან, რა სჭამენ, როგორი კვებები არის, იმიტომ რომ საინტერესოა კი. ხო, არ გვაქვს ესე უფუნება ინფორმაციას, რა ყველგან. აი რამდენიმე მასწავლებელი გამახსენდა ეხა უცბად რა. ნუ სადგუროთი დავიწყებ, მოდი ის სცენარეულ კვებაზეა ძირითადად. და როგორც ამბობენ, ხანდახან თევზზე ულცაც ჭამს და ზღვის პროდუქტებს, ხანდახან ყავასაც სვამს, ეს თვითონ აქ ნათქვამი რომ ხანდახან ყავასაც სვამს. მაგრამ აი მაგისი კვების ვიდეოები ნანახი, მაგრამ აი რაღაცა მცენარეს აიღებს, პატარა რაღაც რუკოლას, ჩაიდებს, ღეჭავს და გაღიმებული არის ესეთი. თითქოს რაღაცა მაგ ბურგერი თუ რაღაცა ეგ ქონდეს. კიდე ერთი გურუ გამახსენდა რამაკრიშნა, ესეთი ძალიან ცნობილი სულიერი მასწავლებელი ინდოეთიდან, რომელსაც კვებით აშლილობა ჰქონდა რა, ძალიან ბევრს ჭამდა. და თავისი ცოლი ამაზე უჭედავდა, რომ სულიერი მასწავლებელი ხარ და რა საკეთებ რა და ამან უპასუხა ეგეთი რაღაცა, რომ ჩვენ ერთ დღესაც რა, თუ დამინახაო რომ საკვებს აღარ ვჭამო. იცოდე რომ სხეული და დავტოვო მალეო რა, ეს არის ერთადერთიო რითიც თავს ვიჭერ აქ. ვაუ. და რომ მან მართლა ძალიან წკიპზე დადიხარ რა, თუ ძალიან ძლიერი იოგი არ ხარ და სხეული ესეთი გაკაჟებული არ გაქვს, შეიძლება სხეულიდან გახვიდე რა. იქით იყო ერთი რამანა მაჰარიში, რომელიც ასევე უდიდესი სულიერი მასწავლებელი ინდოეთის, რომელიც აი ესე გამოქვაბულში ცხოვრობდა და ორ ლუკმას შეიძლება შეეჭამა, ერთი მუჭა ბრინჯი შეიძლება შეეჭამა. მაგრამ იქით არის კიდე ჩემი უსაყვარლესი გურუ ნიმკარული ბაბა, რომელიც თვლიდა რომ ჰანუმანის ინკარნაცია იყო. ჰანუმანი არის მაიმუნი ღმერთი, მაიმუნების ღმერთი და თვითონაც მაიმუნი. მაიმუნი როგორ იკვებება ეხლა ძალიან უყვარდა ჭამა. და აი ხანდახან ისეთი მომენტი იყო, შეიძლება 3 დღე არ ეჭამა, ხანდახან შეიძლება ყველაფერი ერთდროულად ეჭამა. და ამას დიდად სწავლებებიც არ ქონდა, უბრალოდ ამბობდა რომ ყველას აჭამეთ. და ვინც კი მიდიოდა ყველას აჭმევდა და ხანდახან ვაშლებს ესროდა ეს ადამიანებს და ბანანებს და რაღაცებს ესროდა რა. ძალიან უცნაურია. უცნაურია და აი მაგალითად, მაგრამ ბუდისტებში უკვე, რომლებიც უკვე ტიბეტში ცხოვრობენ, ხო? ეხლა ტიბეტში სხვაც ვერაფერს ვერ შეჭამ მართლა ხორცის გარდა. იქ ჭამენ ხორცს ჩვეულებრივად რა. და ამიტომ აი სწავლებების მიხედვით განსხვავდება რა, ვის რა მიზანი აქვს რა მატერიალურ სამყაროში, მაგის მიხედვით არის, ასე ვთქვათ, საკვებიც რა. ჩამაფიქრე. ძალიან სერიოზულად დამაფიქრე ეხლა და რამე უნივერსალური საკვები არ არსებობს, რასაც ყველა იზიარებს. ხილი. ხო. ხილი. ნებისმიერ სახეობაში, ხო? ხილი ღმერთების საჭმელია, ღმერთებს ხილს აძლევენ და მეც ხილი ძალიან მიყვარს რა. და ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვები კიდე სადგურუ წერს თავის წიგნში.
ეგეთი ტრადიცია აქვს ინდოეთში რა, სანამ შეჭამენ თვითონ საჭმელს. რაღაც შენზე დაუცველ არსებას უნდა გაუზიარო რაღაცა საჭმელი რა. და შეიძლება ბებია ჩემი ჭიანჭველებს საჭმელდაო სანამ ჩვენ შევჭამდით რა. და ესეც რაღაცა ისულიერების ნაწილია რომ სამყაროსთან კავშირში ხარ და არ დაგავიწყდეს რა შენ რაღაცა ზრუნვა რა. რომ ეს ალბათ ისევ გეხმარება რომ შენ შინაგანი ცხოველი ცოტა დაამშვიდო რა. ძალიან საინტერესოა. დაც მივდივართ იმით. მე ჩემს ახლოს ვაჭმე ხოლმე. ძალიან მაგარია. ჯერის. ჯერში. არ ბოლოს უტოვე ბოლო და ერთად შვილები ყავს. ჯერ არა. მუშაობს ამ საქმეში. ეგეც საინტერესო იქნება ალბათ რა, შვილებს რო ყვება. და იგი ალბათ ეგოს ცოტა დააპატაროს, იმიტომ რომ ჯერ შვილებს უნდა აიჭამო და თუ ისინი კარგად არიან ნაკვები, მე შენ შეჭამო. ყველაზე მეტად მათე ეგ მინდა რომ აი ჩემი ეგო ვაფშე გავაქრო რა. რაც ხო რა ნუ ქართველები ვარ და ქართველებს ეგო ყველაზე დიდი გვაქვს. მაგარი. ძალიან და სულ მაგაზე მუშაობ რა, ეს ბოლო პერიოდი მაგაზე მუშაობ, სიმართლე ვთქვა, აი მაგან უფრო მეტად დამღალა მაგ მუშაობამ, ეგ ჭიდრომა და არ ვიცი, სიგიჟეა, მაგრამ ხო რა. აი საჭიროა. აი ხა გაგიზიარებ ერთ ამბავს კაშრამში ყოფნის დროს გქონდა ეგეთი პრაქტიკა ბაქტი სადანა ესე ერქვა და უბრალოდ უნდა გევლო მაგ ცნობიერებით რომ ყველაფერი რასაც დაინახავდი რაღაც მომენტში დაინახე მზერა საჩერებ ტოვებ ცოტა ხანი შეიძლება ის იყოს ხე შეიძლება ის იყოს ადამიანი შეიძლება იყოს ბალახი ღრუბელი უნდა შეხედო როგორც სიცოცხლეს რომელიც შენზე მნიშვნელოვანია და ეს თავიდან ცოტა ძალით ვაკეთებდი ამას მაგრამ მე თავისთავად რაღაცა ცოტა ის მოხდა რა და ეს ჭირდება მე ხეს აღარ ჭრიდა ჭირდება ხო რაღაც ეს სხეულის წმენდა რა საკვებით იწყება აი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მე მგონი მაყურებელთა საინტერესო იქნება რითი იწყება სტარტაპი რა არის იმის რომ დავიწყოთ სხეულის გაწმენდა პირველ რიგში ალბათ არის რიტმი რა და რეჟიმი რომ ხამი არ ჭამო გვიან არ ჭამო და შუალედი დაიცვა 6-ის მერე არ ჭამო რაღაცა 16 საათიანი შუალედი 18 საათიანი შუალედი რომ სხეულმა თვით გაწმენდა მოასწროს რა ამ სხეულს ხელს თუ არ შეუშლი თვითონ შეუძლია თავისი თავი გაწმინდოს რა აუტოფაგიის უნარი აქვს გეცოდინება ეს ნობელი აიღო მაგ კაცმა და აი მე რაღაცა ხილით წმენდები მომწონს ხოლმე ხანდახან მაგრამ ნუ ზოგადად მე შეբერილობას იწევს რაღაც შიმშილობებს ვაკეთებდი ადრე რაღაცა დღეებში ხო 36 საათი შეხანდახან მშრალ შიმშილობებსაც ვაკეთებდი ზოგჯერ შეიძლება ეგ ძალიან ზედმეტი იყო და ესე ბრმად არ ურჩევ ვინმეს რომ ეგ დაიწყოს ინფორმაციის მოძიების გარეშე მაგრამ ძალიან ეფექტურია რა ეგ შემიძლია თქვა რომ ძალიან ეფექტურია და ზოგადად კუჭნაწლავის წმენდა არის კიდე კარგი მაგ კუთხით რა რომ შიგადაში კუჭნაწლავი გავიწმინდოთ ხოლმე ბევრი მეთოდი არსებობს მაგისი და კუჭნაწლავის წმენდის მერე ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ის მიკრობიომი რომელიც ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ რა თორე რომ მაინც ის მიკრობიომი ჭამს მე არ ვჭამ თუ რაღაცა საჭმელი მინდა ის კონკრეტულად იმ მიკრობებს უნდათ რომელიც მე მუცელში მყავს და იმ ბაქტერიებს უნდათ რა თუ შაქარი ძალიან მინდა შეიძლება შაქრის ისინი მყავს თუ ხილი მინდა ესე იგი ხილის ბაქტერიები მეტი მყავს ხო და აი წმენდის მერე შემიძლია ეს ავაშენო თავიდან რა თუ ძალიან ტოქსიკური გარემო მაქვს უკვე ნაწლავებში რა მაგრამ აქაც ძალიან სიფაქიზე არის საჭირო რა მანდაც ძალიან სიფაქიზეა საჭირო ან მაინც ცნობიერი მიდგომა ალბათ ყველაზე კარგი იქნებოდა რა სხვათა შორის ჩემმა მეგობარმა რამოდენიმე დღის წინ საუბრის დროს ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა და იმის მე ჩამრჩა რა რომ ქართველებსო ძალიან მაღალი ვიბრაციების ზოგადად ქართველები ძალიან მაღალი ვიბრაციების ტიპები ვართ მაგრამ რა ეს მაღალი ვიბრაციები იქვე კვდება როცა ჭამას ვიწყებთ კი სწორედ თქვა და რამდენადაც ალბათ ეხლა ეგ მაინტერესებს რამდენადაც ჩვენ შევძლებთ დავარეგულიროთ ჩვენი ჭამის ეს მეთოდიკა თუ რავი როგორც არის მიმართება ჭამასთან მიმართებაში ჩამოყალიბდეთ რა გვინდა და როგორ გვინდა შეგვიძლია რომ ვახციოთ ჩვენს ხეული თუ შეგვიძლია რომ ვახციოთ რაღაც წმინდა ტაძრად არის მაგის შანსი გვაქვს ნეტა კი როგორ არა ზოგადად მართლა რა ნუ ამ ქვეყანაში არის რაღაც განსაკუთრებული ენერგეტიკა რა და ადამიანებიც არიან მაღალი ენერგიის მატარებლები მაღალი ტემპერამენტის მატარებლები აი თუნდაც იგივე ბრძოლის ჟინი და
თავდადებაც ეგ მაგას მიანიშნებს, რომ რაღაც მაღალი ვიტალური ენერგია გვაქვს რა. და მე ამ ვიტალურ ენერგიას რას დაუსხამ, რითი გამოყვება, როგორ მიმართავ, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხო მართლა მაგას გვეუბნება ხა ჩვენი სულიერი სწავლებაც, რომ ტაძარი არის სხეული და თუ ეგრე მოიქცევი როგორც ტაძარს იქნება ეგრე. და რაც ძნელია რა, ძალიან ძნელია, იმიტომ რომ რეალურად ტოქსიკური არის გარემო რაში ცხოვრობ. და აი სუპერმარკეტში რო შეხვიდე, საკვები რაც იყიდება 95% ტოქსიკურია. აი როგორც კი სხეულის წმენდას დაიწყებ და ცნობიერკვებას დაიწყებ და მე სუპერმარკეტში შეხვალ მიხვდები რომ იქიდან 90% 95% უბრალოდ არ გეჭმება. უბრალოდ არ გეჭმება, უბრალოდ არ იჭმება. თითქმის შაქარი ყველგან დამატებული, თითქმის რაღაც სხვადასხვა დანამატები ყველა. და მე პოსტნოლზე გადადიხარ, სადაც ნიტრიტები არის რაღაც უშუალო დონეზე, რომელიც თუ საზომი აპარატი არ გავს, ვერ გაზომა. ძალიან რთული არის რომ ამ კულტურაში, რა კულტურაც ახლა ჩვენ შევქმენით, რაღაცა ჯანსაღი ელემენტი იყო რა. ძალიან რთულია. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან გამიჭირდა სიმართლე რომ გიხარ და ეხაც მიჭირს. მაგიტო გავრბივარ ხოლმე ხან და ხან იქ გავიქცევი, რომ ცოტა სტრაპკობასთან როგორ ახარ ფასულთან ზოგადად. სტუდენტობის დროს ძალიან ბევრ ლობიანს ჭამდი. ეგ იყო ლობიანი და კოლექტივის ის იყო რა, საკვები ეგ იყო რა. და ნუ რა ვიცი, ცდილობ ხოლმე მოვერიდო, მაგრამ რაღაცები მომწონს. რაპი მომწონს მაგალითად რაღაცა ეგეთი არის შიგნით პოსტნეული მუხუდა. ზოგადად ეს ფასტ ფუდის მიმართულება რაც გვაქვს ჩვენ ზოგადად ქართულებს არა რა. აი თლიან სოფლიოში რაც არის, თლიან კულტურას გულისხმობ. ვიბრაციულად ხო ძალიან დაბალი ვიბრაციის თემა. წესით და რიგით ხო. მივხვდით იმის, აი ხახვის ჩიფსი რო ვჭამოთ რა, თუნდაც სკოლები, რომელიც აი უაზროდ ძალიან ბევრზეში იწვება რა. კი. ეგეც ხო რაღაც მხრივ ვიბრაციას იცვლის. თან როგორ იწვება, რა გარემოში იწვება. თავიდან ბოლომდე იქით რომ დავიწყოთ ძალიან კომერციული არის ზოგადად ფასტ ფუდები და მთლიანად ორიენტირებულია იმაზე რომ თვითონ მიიღოს. ხო? და ცოტათი დესტრუქციული ელემენტია, ასე ვთქვათ რა. ანუ თუ ესე დავყოფთ რაღაცა სისტემებს სამყაროში რომ არის რაღაცა კონსტრუქციული, რომელიც რასაც გასცემს, იმას იღებს, არის დესტრუქციული, რომელიც იმაზე მეც იღებს, ვიდრე გასცემს, ნუ რაღაცა ასე ვთქვათ რა. ჩემთვის ცოტა დესტრუქციული ელემენტები არიან თანამედროვე კულტურაში რა. სამდით საკვები ინდუსტრიებზე მაქვს ლაპარაკი რა. და მათი მიზანი არ არის ასე ვთქვათ ადამიანს კეთილდღეობა შეუქმნან. მათი მიზანი არის რომ ბევრი ფული იშოვონ. აი აქ ჩანასახშივე არის უკვე პრობლემა რა. ამ განზრახვაში არის უკვე პრობლემა რა. და იმ დღეს არა რამდენიმე ხნის წინ იყო ძალიან სასაცილო ერთ-ერთმა დიდმა fast food კომპანიამ რაგბისტები წაიყვანა და ჯანსაღი ყვებაო და რაღაც ვეჯ ბურგერი თუ რაღაცა სიგიჟეა ხო ანუ რაღაცა ხვდები მარკეტინგი არანაირად შემოატრიალეს რომ რაღაცა ტყუილს გვაყრიან თვალებში ხო ეს ტყუილზე დგას რა ეგ რაღაც პონჩი რა მეუბნებიან რომ ჯანსაღი და რაღაცა ეგ ბედნიერი გახდები და ხოდა რა ანუ ტყუილზე დგას ეგ ინდუსტრია რა კი ძალიან და სამწუხარო რეალობაა მე ყველაფერი ეგ არ არის ნამდვილი და ისევ ალბათ ცნობიერების ამბავია რა რამდენადაც იცვლება ადამიანების ცნობიერება საბოლოო ჯამში ეს სამყარო ისეთი არის როგორცაც ჩვენი ტვინი უკვეთავს რა და აი როგორც კი ჩვენი ცნობიერება ცოტა გამოფხიზლდება და მიხვდება რომ რა მინდა რა არის ჯანსაღი ავტომატურად ისე დაალაგდება ყველაფერი რომ როგორც ჩვენ გვინდა რა ამიტომ არის ეს დამთავარი და ამიტომ არის ესეც დამთავარი საიდანაც დავიწყეთ იქ მივედის ეგრეა და ეხლა მინდა გადავიდეთ ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ კითხვაზე რა ალბათ იქნებოდა საყვარელი კითხვა რომ ამას ხშირად ვსვამდეთ თუმცა თემა საყვარელია სუფრა და მინდა ეგეთ რამე გავაკეთოთ რა მე ხო ჩემი გამოცდილება ქართული სუფრის მთელი არის რა ანიბანი უკვე მე მგონი ყველაფერი დავიზეპირე და ასე შემდეგ და ძალიან საკრალური მნიშვნელობაც აქვს ქართულ სუფრას. მოდი შევადაროთ ქართული სუფრა, ინდურ სუფრას. ინდოეთში სუფრა ეგ რატოდებოს ან რამდენად არის კოლექტიური რიტუალი ხო ერთად ხო ჭამთ მაგათაც 10-15 ადამიანი ეს ხო უკვე რაღაც მხრივ ჭყალებში სუფრას ჩვენ ვეძახით თორე შეიძლება იმისთვის თავის ენაზე სხვა რამე იყოს და სხვა რამე ხო აი სიმართლე რომ გითხრა რაღაც ეგეთ სუფრაზე არ ყოფილვარ რა აი ძალიან მინდოდა რომ ქორწილში დავსულიყავი რამდენიმე მოწვევა მომივიდა მაგრამ ვერ მოვახერხე რა აუცდი ძალიან მაინტერესებდა ზოგადად ინდური ქორწილი რა როგორი არის იქ ქორწილი და რა ამბავია და აი 4 დღიანი ქორწილებია და 1000-ობით კაცი არის და საჭმელი ნუ
არ ილევა. ანუ ჩვენი 500 კაციანი ქორწილები არაფერი არ არის რა. არ არის რო აკეთეთ ხალხო. რა გამახსენდა ეხლა ცოტა გადაუხვევ თემიდან ნეპალში ყოფნის დროს ერთი ნეპალელი ტიპი მეუბნება რომ ეს ქართული სიმღერები ჩვენ ქორწილებში უკრავენ რომ ძალიან პოპულარულია და ტრიო მანდილის სიმღერები ჩამეთო და აღმოჩნდა რომ იქაურ ქორწილებში სადღაც ბანგლადეშში, პაკისტანში, ნეპალში, შეიძლება ინდოეთშიც მაგარი პოპულარული არის და უსმენ რომ მიკვირდა ამდენი მილიონი ნახვა საიდან აქვს მეთქი აი თურმე საიდან აქვს და აი უნდა გახვიდე იქაურ 1,700,000 გამომწერი ყავს დაჟე მაგრამ 1,700,000 გამომწერი ყავს აი სიგიჟე არა ხო და მაგაზე უნდა გახვიდე გადათარგმნე შენი კონტენტი შემდეგ გადაცემაში გელოდები ტრიო მანდილის ერთ-ერთ გოგოს რომელიც ძალიან საინტერესოა ხო და აი მაგის გეტყვი რომ ხო არ ვიცი რა სიმართლე რო გითხრა რა ეგეთი სუფრის რიტუალები თუ აქვს რაღაცა არ ვიცი ეგ მაინტერესებდა, იმიტომ რომ ამე თანაკვეთა თუ გქონდა ძალიან საინტერესო იქნება. თამადა ხო არ აღავ შემთხვევაში. არა. თამადაც სუფთად ქართული მოვლენა არ ვიცი სხვაგან არსად არ მინახავს და უკირთხო სამხრეთ კორეაში. მე კი კორეელი ადამიანი გავიცანი სამხრეთ კორეელი, რომელმაც მითხრა რომ ჩვენთანაც იგივენერად ხდება თამადა. ფულის დაწერა იმაში რა ქვია ქორწილებში და ქელეხებში ეგრეთ წოდებულში იქაც ქელეხი იმართება და ანუ იგივე ხდება ზუსტად აი საიდან სად რამხელა დისტანცია მაგრამ ხო რა ეგ საინტერესო არის ხო აი ინდოეთში მაგალითად ღვინოს არ სვამენ არ უყვართ ღვინო და ვიღაცა მითხრა რომ აქ ქალების ასმელად ითვლებაო ღვინო ჩამოდი ერთი ახლა მე გაჩვენე ბიჭი ერთ მაგარი ხარ ჩამო ანუ კულტურა იხა რა უცნაური რამეა რა წარმოიდგინე რა იქ ითვლება რომ ანუ მოსაწევი და მარიხუანა ჰაშიში არის იმიტომ რომ იქ შივა ჰაშიშს ეწევა და ჰაშიში უფრო მასკულინური ამბავია ღვინო ძალიან ქალების ასმელი აქ საერთოდ პირიქით არის ხა ხო ჩვენთან ღვინო პირიქით კაცურობის ნიშანია და ღვინოს თუ არ სვამ სად არის უცნაურია დარწმუნებული ბერ ქართულს გაუსწორდებოდა ხა იქით გასვლაში რო ყოფილიყო მოდი ღვინოში მაგრამ ხო არ გამოდის გაუსწორდებოდა ხო და ხო ეხლა რაზე ვფიქრობდი კიდე მე რა სულიერ დიეტაზე ვფიქრობდი რა აი რაღაც კვება მინდა რომ რამე თუ იქნება შესაძლებელი შენი აზრი მაინტერესებს რომ რაღაც კვებები რო შევადგინოთ რა ძალიან კომერციის სქემები ვარ მაგრამ მეგონი საინტერესო იქნება რომ შეთავაზება გავუკეთოთ ადამიანებს სულიერი კვების რომ აი შენ თუ ამას შეჭამ რა დაისო გაგეხსნება რა ხო გაგეხსნა არის ეგეთი რამე ზოგადად არის სადმე რამე მსგავსი რომ ამ ესეთი კვება არსებობდეს სეტი თუნდაც გაწერილი რომ აი ამ სეტს უნდა იჯდე უეჭო კი აი ხა თუნდაც თავიდან ხა რაც ჩამოვთვალეთ იოგაში არის ეგეთი რომ აი ეს შეგიძლია ჭამო ეს შეგიძლია ჭამო რაღაც ბოსტნეული სალათები შეგიძლია ჭამო ხილი მაგალითად იოგაზე რომ მივედი ხა ჩემმა მასწავლებელმა დავით კანდელაკმა მოგითხო ეგეთი რამე მოგცა ასე ვთქვა და ურიგებს ხოლმე თავის მასწავლებლებს რა საკვების შეთავსების ცხრილია რომელი საკვები რასთან მიდის და ძალიან ზოგადი რეკომენდაციებია და თავიდან რაღაც მაგას ვიცავდი რომ მაგალითად რძის ნაწარმი ხორცის ნაწარმთან არ მიდის თუ ხორცის ნაწარმს ჯობია ბოსტნეული შეუთავსო პური ამასთან მიდის ეს ამასთან მიდის ეს ამასთან მიდის აი ძალიან ასე ვთქვათ საბაზისო რაღაცა რომ ძალიან არ მოიწამლო თავი და მე სანამ არ ვიცოდი მანამდე აი ჭამდი ძალიან გაუცნობიერებლად შესვენებაზე რომ გავდიოდი სამსახურში ჭამდი კატლეტს პიურეს ყველს პურს და კოკა-კოლას ვაყოლებდი და მე მიკვირდა დღის მეორე ნახევარში რატო აღარ ვიყავი პროდუქტიული და რატო მეძინებოდა რა. ხო და ავიც ვერც კი ვხვდებოდი რომ საკვების ბრალი შეიძლება ყოფილიყო ეგ. და იმის მერე მაგას ვაკვირდები რომ შემიძლია დღის მანძილზე ენერგია მქონდეს რა. ალბათ არის ხა მე ერთი რჩევა რაც მივიღე მაგრამ ძალიან გამიჭირდა მაგის გაკეთება სიმართლე რომ გითხრა არის რომ ესეთი რაღაც მირჩიეს რომ ცალ-ცალკე აიღე საკვები და დააკვირდი რომელი როგორ მოქმედებს. მაგალითად დაიღე მარტო სტაფილოს ჭამე ხა. და დააკვირდი შეიცანი სტაფილოს ენერგია. მარტო ჭარხალს ჭამ. დააკვირდი ჭარხალს. არაფერს არ უშვები საერთოდ. მარტო რაღაცა სალათის ფოთოლს ჭამ. და ეცნობი რა. ეხლა ჩვენ ხომ რაღაც კერს რო ვამზადებთ ერთად რაღაცებს ვაკეთებთ ხოლმე და შეიძლება ესე ცალკე ინდივიდების აღქმა დაგვეკარგოს მაგ ამბავში რა. და ეგეთი რჩევა მივიღე ძალიან გამიჭირდა. ჩემი მეგობრები ზუსტად ვიცი რომ აირჩევენ სტეიკს, აი შაკოვაჩოს მაგალითად რომ მოდი აბა დავაკვირდეთ სტეიკს როგორი რეაქცია და სულ მაგაზე იქნება. რაღაცა ვერ გავიგე ვიტყვის რა. კარგია, ყველაფერი კარგია. მოკლედ
მივიდივართ უკვე დასასრულისკენ. ხო, დაშლა არ არ დამავიწყდეს. ჩილა Echo Chambers მადლობა სიურსისთვის, რომ სიურსს გვითმობს და ზრუნავს ჩვენს ყველაფერზე. ამაზეა ძალიან აქაურობა, კაი ატმოსფერო გამეხსნა, ლაპარაკი და გამეხსნა, არც კი დაგაცადა. არა, პირიქით აქ მინდა რომ რესპონდენტმა ილაპარაკოს ხოლმე ძირითადად რა მაინც. იმიტომ რომ მე ერთი ორჯერ მომწერეს რომ შენ ამდენს ლაპარაკობ, იმას ალაპარაკეო და ის არ ლაპარაკობს და მე რაღაცა ყავნა ვქნა მაშინ. ხო. და შემდეგ სტუმარს არ ვიცი მართლა ტრიომანტილის გოგო იქნება თუ ვინ იქნება, მაგრამ ფილმეს დავუტოვოთ რამე ესეთი კითხვა რომ დავაფიქროთ, ჩავაფიქროთ და ვათქმევინოთ. რა საჭმელი იქნებოდი, საჭმელი რო იყო. საჭმელი რო იყო, რა იქნებოდი? ხო. გასაგებია და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მათეს არხის აუცილებლად გამოიწერეთ. ჩემთვის თქვა რომ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კონტენტი არის საკეთებ და მე და ჩემი ცოლი რო ჩავრთავთ ხოლმე დიდ ეკრანზე, დიდი სიამოვნებით გიყურებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო თემას ეხები და ბევრ ისეთ თემას განიხილავ, რომელსაც წლომა საქართველოში თითქმის არავის არ აქვს ესე რა. და ბევრი კაი. დიდი მადლობა. ბევრ ამას აძლევ ადამიანებს მინდა მაგის თქმა რა. უღრმესი მადლობა. მეტი შეგვიძლია. გავაკეთოთ კომპანიებო, სადახართ. ეგარი. კარგი, მეც გადავედი გამომწერების მათხოვრობაზე. არა, ეგ აუცილებელია. კი, მე თავის დროზე ჩვენ რო ვიწყებდით YouTube-ს, სხვათა შორის ცოტა გავაგზავნებ ხა. რა YouTube-ს რო ვიწყებდით, ბიჭებმა ეხლა თავისთავად გვითხრეს YouTuber-ებმა, რომ უნდა დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე. ჯერ გავიწყდებოდა გამოწერაზე. აი გამოიწერე არხი. მე იმდენად შევყევით გამოიწერე არხი. ერთ-ერთი გადაცემა იყო აღარ მას შაკო იძახ და მოკლედ აი ხა გასდა გვისმენს დაახლოებით ალბათ 250 ჯერ თქვა გამოიწერე არხი რა. აი ყველა მომენტში რაღაც საკეთე და უცბ ამოვიხედავდით რაღაც შაკოს ხმა ისმოდა გამოიწერე არხი და მე მეც გადავერთე ამას გამოიწერე არხი და ბოლოს მივხვდი ძალიან შემოწუხებელიც არის რა რაღაც მომენტში რომ გამოიწერე არხი და ვიღაცა მომწერა კიდე Instagram-ზე რომ ნუ შეგჭამეო მე გამოწერილი მაქვსო რა. ანუ ის შეწუხდა უკვე და ეგეთ მომენტი. მე მწხვენია ხოლმე მაგის თქმა რატომღაც. ვიცი, მეთქი რავი თუ უნდა გამოიწერს ახლა რა თუ უნდა მაგას თქმა თუ უნდა გამოიწერს. კი, მაგრამ სამწუხარო ხო არ არის მასე რა 82% დღევანდელი ჩემი ანალიტიკა რაც ვნახე 82% მიყურებს მაგალითად მე რომელსაც არხი არ აქვს გამოწერილი რა. და რეალურად მაგ 82%-მა რომ შენც მეც რამე მნიშვნელობა აქვს გამოგვიწეროს უბრალოდ ერთითის დაჭერა არ მეტი ყველაფერი არ არის. რამდენად გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი საქმე რასაც ვაკეთებთ, უფრო კარგად გავაკეთოთ, თუნდაც იმ კომპანიებთან ურთიერთობაში, რაც გვჭირდება საბოლოო ჯამში, რომ დაგვეხმაროს. ხო, თან რა კარგია ეს ციფრები რო იცრდება. ეგ გამოწყდები ძალიან მიხარია ხო. კი ვიყავი რომ აი სულიერ კონტენტი არ მაინტერესებს, შედეგები მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, არა გიხარი. მადლობა მათე სტუმრობისთვის. მადლობა რომ მომეცი საშუალება და ამდენი მალაპარაკე და მქონია თურმე გასაზიარებელი. გამიხარდა. დროებით მაყურებელსაც ვემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე. წარმატებები.